მოგესალმებით, ვიწყებთ თავისუფალი მაგიდის მომდევნო ეპიზოდის ჩაწერას. დღეს მე და საბა ვიქნებით წარმოდგენილები პოდკასტზე და განსხვავებით სხვა პოდკასტებიდან, სადაც ძირითადად შეკითხვებს ვამდით ხოლმე, დღეს უკვე სწორედ მე და საბა ვიკამათებთ იმ საკითხებზე, რომელიც ზოგჯერ საკამათოა, ზოგჯერ არ არის საკამათო და დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა იქნება სახელმწიფო. რატო არსებობს სახელმწიფო, როგორ წარმოიშვა, როგორ გაჩნდა და რისთვის გვჭირდება. იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, ვცხოვრობთ სახელმწიფოში, მაგრამ ადამიანები ნაკლებს ფიქრობენ იმაზე, თუ რატო არიან სახელმწიფოს ნაწილები, როგორ აღმოჩნდნენ ეს მათინებით მოხდა, მათინების საწინააღმდეგოდ მოხდა, თავად არიან მესაკუთრეები ამ სახელმწიფოსი, თუ სხვები არიან, ვისაც უნდა ემორჩილებოდნენ მერე ადამიანები. მოკლედ ძალიან საინტერესო საკითხია, იმიტომ რომ ამაზე არ ფიქრობენ ადამიანები. კი ბატონო, გაგითანხმები აბსოლუტურად. ვილაპარაკოთ დღეს სახელმწიფოზე. არა მარტო სახელმწიფოზე, არამედ ასევე ჩვენს რესპუბლიკაზეც, რომელიც გაგვაჩნია ახლა, როგორც ფორმა, რა შუაში არის ეს კონსტიტუცია, როგორ ხდება საერთოდ სახელმწიფო შექმნა, რის გამო ხდება დაფუძნება, რას ნიშნავს სახელმწიფოსი. და კი, მთავარი რაც არის ჩვენი როლი რა არის ამ ყველაფერში. და ასევე დღესაც ვნახოთ, რამდენად გამოიცნობ იმ გვინოს, რომელიც მე მოვიტანე და ნამდვილად არ იცი. დღესაც ნიშნავს, რომ უკვე საბა მიყიდა მეორედ. გვინო შეარჩია და მე კლავ ესე რომ მომიწევს. აჰა, გასაგებია. ფერი არის გონია რომ ადვილად გამოიცნობ, მაგრამ ღია წითელი, რომელიც გადადის როზესკენ, როზეს პირობაზე მუქი, წითლის პირობაზე ღია. ცოტა აქვს ჟანგის ტონი, ესე ვთქვათ, რაც ან შეიძლება ჯიშური მახასიათებლისგან იყოს გამოწვეული და ან ასაკს ნიშნავდეს, ან დაჟანგებულია ღვინო. არომატები ძალიან ცოცხალი აქვს. ანუ ესეთი არ არის. ძალიან კარგი. აი, დავხოთ. ხო, სახელმწიფოს წარმოშობაზე ესე რომ ვთქვათ რა, ძალიან მარტივად. ჰობსის ვერსია არსებობს, ხო? ანუ რაში როგორ იყვნენ ადამიანები, იქამდე სანამ სახელმწიფო შეიქმნებოდა. ანუ ადამიანები იყვნენ ერთმანეთსადმი რაღაცა მტყურულად განწყობილები და გადავწყვიტეთ გაერთიანება იმისთვის, რომ ერთმანეთს რაღაც არ დაგვეჭამა და ამისთვის სახელმწიფოს მივანიჭეთ რაღაცა უფლებები. არსებობს ლოკის ვერსია, არსებობს რუსოს ვერსია და ასე შემდეგ. აქედან დავიწყოთ, სახელმწიფო სანამ იქნებოდა, იქამდე როგორ ვიყავთ? წარმოვიდგინოთ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს გარეშე. აჰა. რაღაც ტერიტორია, რომელზეც დავარქვათ კუნძული, მოდი ჩვენ შემთხვევაში. კუნძული, რომელზეც ცხოვრობს 100 ადამიანი. რომლებსაც არ აქვთ არანაირი ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ, ან რამის აღიარება შეთანხმება, რომ მე ეს უფლება მაქვს, ამის უფლება არ მაქვს, არ არსებობს და ეს ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება აქვს საბოლოო ჯამში, ხო? ანუ ამას როგორც ველური დასავლეთია, ესე რომ ვთქვათ რა, ანუ წესები არ არსებობს, ნული არბიტრია, ნული მოსამართლეა, არავინ რაც გინდა გააკეთე, ხო? სახელმწიფოს გარეშე ეგეთი იქნება საზოგადოება ამ კუნძულზე, ხო? ეგ ნიშნავს, რომ შენ ხარ ეგეთ წოდებული ბუნებითი თავისუფლების პირობებში. ანუ შენ ხარ ერთდროულად სამიზნეც და შენ ხარ ერთდროულად დაწებელიც. ანუ ნადირი და მონადირი. ხო, ორივე ხარ რა. შენ შეიძლება სხვა ადამიანს ესხმოდე თავს და სხვა ადამიანი გესხმოდეს თავს. ფიზიკურად მათ შორის. იყო მსხვერპლი საკუთრების წართმევის, იყო მსხვერპლი ფიზიკური ძალადობის, სიცოცხლის მოსპობის და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. მაგრამ შენ შეიძლება სხვას წაართვა, სხვას მოპარო, ცემო და წაიღო იმისი საკუთრება. აი, როგორ იქნებოდა ეგეთი ადამიანის ყოფა, ეხლა რომ წარმოვიდგინოთ, ხო, პირველ ყოფილი საზოგადოება, რომელიც ცხოვრობს კუნძულზე, რომელსაც არ აქვს არანაირი წესები, არანაირი კანონები და არ ყავს არც არავინ აღმასრულებელი მე ამ წესების კიდეც რო არსებობდეს, ალბათ იქნება პირველ რიგში ძალიან შეშინებული. მას ექნება მუდმივად გაურკვევლობის შიში. აი როგორია წახვედი სანადიროდ, რაც გააკეთე პრიმიტიული ინსტრუმენტები, ქვის გამოთალე შუბი. წახვედი ერთი 5 დღე ირბინე ტყე-ტყე, ღრე-ღრე მშიერი და როგორც იქნა, ტახი მოინადირე. და ნუ უნდა ქნა ხა ამ ტახის რაღაც შეიძლება ერთი ბარკალი კი შეწვიდა შეჭამე, მაგრამ რას უშვები დანარჩენს. თუ სადმე შენახვას დააპირებ, შეიძლება შენაირი მაძებარი სხვა მოვიდეს და წაიღოს.
თუ თან ტარებას გადაწყვეტ, ვეღარ ინადირებ. ხა როგორია ტახმოკიდებული ინადირო კაცმა, ხო, მხრებზე? ეგეც არ გამოვა. თუ სადმე უნდა დამალულო. თუ გადაწყვეტ რომ დარჩი ამ ტახტთან ერთად და სანამ არ შეჭამ ბოლომდე არ წახვიდე, იმიტომ რა იგივეზე არ უნდა ინადირო, ხო ეგრეა, მაგრამ მანდაც არ ხარ უსაფრთხოდ, იმიტომ რომ თუ სხვა მონადირე დარბის რომ რაღაც მოინადიროს და ხედავს რომ შენ აგერ ტახი გაქვს მონადირებული და შენ მოგერევა, რაღაც ტახს დიოს შენ მოგერევა და ტახ შეჭამს. ან მინიმუმ თუ ფიზიკურად ვერ გერევა, ხო უნდა დაიძინო ადამიანმა და მძინარეს მოგეპარება ქვას ჩაგარტყამს თავში. ანუ ძალიან დაუცველი ხარ რა. ძალიან საფრთხეში ხარ ყოველ მხრივ, ცხოველისგანაც, მაგრამ ყველაზე მეტად ადამიანისგან. და ალბათ მარტო შენ არ იქნები ეგრე შეშინებული რა. ანუ შეშინებული გაურკვევლობით. არნერი მოლოდინი არ მაქვს, საბა რას იზამს. ან შენ არ გაქვს მოლოდინი გიორგი რას იზამს. რო იძინებ, არ იცი გაიგვიძებ თუ არა. ხო. საერთოდ, იმიტომ რომ ვიღაცა მოგეპარება თავში ჩაგატყავს. და ეს არაფერსაც არ ნიშნავს. თუ არ ხარ ხიზლად არ დაიცავი თავი, ალბათ არაფერსაც არ ნიშნავს და ეგ ალბათ ლოგიკურად რო გავყვეთ, ხა ჩვენი აზრით არ არის ესლად მარტო, მაგრამ ლოგიკურად რო გავყვეთ, ადამიანებს უბიძგებდა რომ რაღაცებზე შეთანხმებული იყვნენ და ერთად დაეცვათ თავი. თემები როგორც ჩამოყალიბდნენ პრინციპში თავიდან. მაგაზე ერთ ქართულ ბავშვების მწერალს ნინო ნაკაშიძეს აქვს ძალიან კარგი მოთხრობა ესეთი უღუ და თეთ ესე ქვია და აი ზუსტად ეს პრეისტორიულ ამბებს აღწერს, რაც ორი ადამიანი ეს უღუ და თეთ უნდა გადარჩენ და ნუ საბოლოო ჯამში მიდიან იმ დასკვნამდე კი არა და ბევრს იმოგზაურებენ და ბოლოს რაღაცა ერთი თემის ნაწილი გახდებიან ზუსტად იმიტომ რომ ნუ სხვა დაცვის ამბავი არ არსებობს რა. ეს ჩამოყალიბდა თემები, ხო? ანუ რაღაცა გაერთიანებები ტომობრივი უფრო მეტად, სადაც რაღაცა ნათესაობრივი კავშირები იყო და ასე შემდეგ, მაგრამ ეგეც არ იყო საკმარისი პრინციპში. გასაგებია რატო შეიძლება გაერთიანებულიყვნენ და მივდივართ ცივილიზაციის კიდევ უფრო ახალ ფორმაზე, ხო? რაც უფრო სტრუქტურულადაც შინაარსითაც და იერარქიულადაც ძალიან განსხვავდება მანამდე არსებული ფორმებისგან, ამ ბუნებითი თავისუფლებისგანაც, თემობრივი და ტომობრივი კუთვნილებისგანაც და იქმნება რაღაცა სახელმწიფო. ეხლა ჩვენ ზუსტად ჯერ სახელმწიფომდე ხო რაღაც მეგონი უნდა გავიაროთ ფაზა რა. მაგალითად იცი რა, ჯერ ეს ხალხი თუ ერთად დავიწყეთ ცხოვრება რაღაც თემის ჩამოყალიბება, ტომის ჩამოყალიბება, არ ვიცი როგორ დავარქმევთ ამას. ამ ტომში ალბათ დავადგენდით იმას, რომ მინიმუმ ტომის წევრები ერთმანეთს თავს არ ესხმიან. სხვისგან იცავენ. რაღაც საკუთრებას ალბათ სადღაც უყრიან თავს, რომ მე ვიღაცამ უდარაჯოს. ამას უცებ არ წაიღო. საკუთრება არის საერთო საკუთრება უკვე. ალბათ ჯერ კერძო იქნებოდა. ჯერ კერძო იქნებოდა, იმიტომ ყველა თავისას მოინადირებს. მაგრამ უფრო მე ხელ რო წავიდეთ ენგელსის თეორიაში, ხო, ეკონომიკურ თეორიას ეძახიან, ის ამბობს, რომ თემში, იმიტომ რომ ყველა ცალ-ცალკე ვერ შეინახავდა რაღაცას, იყო ადამიანი, ვისთანაც თავს იყრიდა ეს ყველაფერი, როგორც ყველასი და ის უზრუნველყოფდა მის უსაფრთხოდ დაცვას. და ეს ადამიანები მოგვიანებით ეკონომიკურ თეორიაში ეგეთი მოსაზრებაა, რომ დაეპატრონენ ამ ქონებას და მას ხელში გაჩნდა არა მარტო ეს ქონება, რომელსაც პატრონობდა, არამედ გარკვეული აპარატი, რომელსაც ეს ქონება უნდა დაეცვა. ანუ რამდენიმე ადამიანი ტომიდან, რომელიც შუბით ხელში იცავდა ამ ქონებას და ემორჩილებოდა ამ სახლის მეპატრონეს, ესე ვთქვათ, ხო, სადაც ეს ყველაფერი ინახებოდა. და ეს შუბის მეპატრონეები, ნუ რა ხმა ეკონომიკურ თეორია გეუბნება, რომ ამან გამოიწვია, რომ ვისთანაც ქონება იყო თამოყლი გამდიდ და ვინც გარეთ იყვნენ ღარიბები დარჩნენ და დაეპატრონა რა ამ ქონებას, დაიქირავა ჯარი, ესე ვთქვათ, და ამით დაიწყო ბატონება სხვებზე. ანუ როგორც მე ენგელსი აღწერს, კერძო საკუთრების წარმოშობამ ხელი შეუწყო ამ რაღაც ორი კერძო საკუთრებამ წარმოშვა ეს მდიდრების და ღარიბები, მდიდრები იყვნენ ცოტა და ღარიბები ბევრნი და მდიდრებს ებატონათ ღარიბებზე, მოკლედ ამიტომ გადაწყდა ეს. ნუ ახლა ეს თეორია მიტოვა თეორია, რომ ზუსტად არავინ არ იცის მართალია თუ ტყუილია. კი, თან მანამდე რაც იყო უფრო გაბატონებული თეორია, პრინციპში რა გაბატონებული რა ვისაც რა უნდა ისიფიქროს, მაგრამ უფრო ლოგიკური არის, რომ თემში იყვნენ რაღაცა უფრო მეტი უფლების მქონე ის ხალხი, მეტ პრივილეგიები ჰქონა იმას, ვისაც უფრო მეტი რაღაცის გაკეთება შეეძლო. ანუ თემის წევრებს ჰქონდათ პირველ რიგში ვალდებულებები, რაც უნდა შეესრულებინათ, ხო? ვიღაცებს უნდა ენადირათ, ვიღაცებს რაღაცა მიწათმოქმედება, ასე შემდეგ, ხო? შემგროვებლები იყვნენ თავიდან და ასე შემდეგ რა. და ეს ვალდებულებები მათ გააჩნდათ ერთმანეთისა დმი. სამაგიეროდ, რასაც იგებდნენ, ეს იყო ერთმანეთზე ეს
ზრუნვა იდეაში და აი დმანიში რო არის ის ქალის ჩონჩხი ნაპოვნი ხო რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ნიმუში არის დღემდე კაცობრიობის განვითარების საერთოდ ხო იმიტომ რომ ბარძახის ვალი აქვს მოტეხილი და გამთელებული რაც ნიშნავს რომ ეს ადამიანი ვერ გადარჩებოდა რომ არა მრავალი თვის განმავლობაში მასზე სხვა ადამიანების მიერ ზრუნვა ეს ნიშნავს რომ ეს სოლიდარობის მიუყვება უნდა ეჭმიათ და არ უნდა იაქტიურა და ასე შემდეგ ხო და ანუ დაცვა პირველ რიგში ყველაფრისგან და ანუ ეს ამბობს რომ სოლიდარობა ეს ერთმანეთსადმი დახმარების რაღაცა სტიმული არსებობდა მაშინაც კი მაგრამ ვისაც ქონდა ამასთანავე მეტის გაკეთების შესაძლებლობა ვინც ფიზიკურად უფრო ძლიერი იყო შეიძლება ყოფილიყო ბელადი ხო და აი ფიზიკურ სიძლიერეზე იყო ბელადობა მარტო ეგეც ძალიან საკამათო ამბავია ბელადი და შამანი ანუ ეს რაღაცა რელიგიური ის თავიდან ზოგგან არ იყო გაყოფილი ზოგგან იყო ალბათ ხო ამაზეც რაღაც ვარაუდებია მხოლოდ და თუმცა შეიძლება ერთ ადამიანში ყოფილიყო ეს ყველაფერი რა მაგრამ ძირითადად გაყოფილი იყო ხო ეს თანდათან ალბათ იქნებოდა ეს პატრიარქალურ თეორიასთან თუ წავალთ ახლა არსებობს ეგეთი თეორიაც ეგრეთ ვთქვათ ამბობს რომ ძლიერი мама რომელსაც და ჯერ ვინ არის ხო ფიზიკურად ძლიერი მამაკაცი არის ყველაზე კარგი პარტნიორი ქალისთვის ანუ ეს რაღაც მისი შვილები იქნება ფიზიკურად დაცული. ამის განცდა ნადირები ექნება, იმიტომ რომ სუსტ ადამიანს უჭირს ნადირობა და ეს თქვა ვერ მოიტანს, მაგრამ ეს мама რომელიც ხდება ოჯახის უფროსი, ოჯახის უფროსად რჩება არა მის პატარა ოჯახში, არამედ შვილების და შვილიშვილების ოჯახში. და არის ერთ-ერთი მოსაზრება, რომ სახელმწიფო ესეც გაჩნდა პატრიარქალურ თეორიას ეძახიან. მაგის საწინააღმდეგოდ ასევე რაც არის, ეს არის ევოლუციური ბიოლოგია რას ამბობს ჩვენზე, ხო? ანუ ჩვენზე რა პრინციპში ცხოველებზე და ჩვენ შუაში ვართ. რომ ერთი ნაწილი ამბობს, არსებობენ ცხოველები, მოკლედ, რომელიც ზუსტად მასე არჩევენ პარტნიორებს, ვინც უფრო ძლიერია, ვისგანაც უფრო კარგი გენებს შეიძენს, რაღაცა ნაყოფი შემდეგ ხო და შთამომავალი და ასე შემდეგ, მაგრამ ეგენი არიან ძირითადად ისეთი ცხოველები, სადაც დედა მარტო ზრდის ბავშვებს. მაგალითად, მგლები, მტაცებელი ცხოველები ძირითადად რა და ასე შემდეგ, მაგრამ არსებობენ ცხოველები, რომლებიც აი ესე თემობრივად ცხოვრობენ რა, მაგალითად, მაკაკები და მაიმუნის სხვადასხვა პრიმატები და ასე შემდეგ და იქ ქალები იმას კი არ ეძებენ, ვინ არის უფრო ძლიერი კაცი, არამედ ეძებენ იმას, ვინ უფრო დიდხანს დარჩება, ვინ უფრო კარგი мама იქნება, მარტივად რო ვთქვათ რა და ეს ადამიანები არიან შუაში. ძლიერთან ეგ მაგერ დაკავშირებული თქო მაგას ამბობ, რომ ანუ რაღაც ეტაპამდე ალბათ იყო, რომ ფიზიკური სიძლიერესთან იყო დაკავშირებული პირდაპირ შვილების გამოკვება და დაცვა. ხო. და რაღაც ეტაპიდან და ალბათ ეს იქნება მაინც ადამიანში ადამიანი როგორც ეკონომიკური არსების განვითარება რო იწყება, ხო? ეგ შეიძლება იყოს დაკავშირებული მათ შორის პირველ ეს ვთქვათ პირველ ეკონომიკურ რევოლუციასთან ესე ვთქვათ, ანუ როცა ადამიანი გაჩერდა ერთ ადგილას, მიწათმოქმედება დაიწყო, ხო? ანუ აგრარული სექტორის ჩამოყალიბებას იწყებს, ხო? და მაგ მომენტიდან შეიძლება უკვე შვილი უკეთ დაცული იყოს არა ფიზიკურად ძლიერთან, არამედ გონიერთან, რომელსაც მეტი ფული აქვს რა, მეტი შემოსავალი აქვს, მაგრამ ფული არ არსებობს შეიძლება მაშინ და შეიძლება წიწაკებია ეს პირობითად. მეტი მონაყავს. ან მონაყავს რავი და მეტი დოვლათი აქვს რა. და ამ დროს უკვე ეს თუ მაგ კუთხით შევხედავთ, ალბათ ეს ინსტინქტი უკანახებს პარტნიორს, რომ ისეთთან იყოს, სადაც მის შვილები უკვე ცოტა იმედაცვლეს, აღარ არის კუნთმაგარი. მე მგონი ასევე, რომ ეგ არის ის დრო და პრინციპში არსებობს კიდევ ეგეთი მოსაზრებები, მაგრამ მე ეს მგონია სწორი, რომ მაგ დროს გაჩნდა პირველი ნამდვილი კერძო საკუთრება, იმიტომ რომ მანამდე კერძო საკუთრება რაც იყო, ალბათ ეს იყო პირადი სანადირო იარაღები რა, თავდაცვის და სხვა დანები და ეგეთი რაღაც, იმიტომ რომ მაგას ვერ დაკარგავდი. არა, ვერ დაკარგავდი, არა, ანუ ნახე რა არის, როგორ წარმოიშვება ეგ საკუთრება, ხო, ეგეც საინტერესო ამბავია, რომ რა მომენტიდან ხდება ნებთი შენი საკუთრება, იმიტომ რომ სინამდვილეში არაფერი არ არსებობს შენი ფართო გაგებით. იმიტომ რომ ყველაფერი არის ყველას. მანამდე არაფერი არის. ცოცხალი ორგანიზმები ვართ დედამიწაზე, ყველაფერი რაც აქ არსებობს, არსებობდა ჩვენამდე და იარსებებს ჩვენს მერე. ხო, იმიტომ რომ არაფერი ჩვენ ასე ანუ არც ერთი ელემენტი რომელიც აქ არსებობს, მენდელეევის ტაბა არც ერთი ჩვენი არ არის ცალკე აღებული. ყველაა და არც ერთი არ არის. მაგრამ აი რა წარმოშობს კერძო საკუთრებას, ხო, რაღაც შრომა ჩადები შენ რაღაცაში, რომ გამختارიყო შენი. ან ცოდნად ჩადები რაღაცაში, რომ გამختارიყო შენ, ანუ ცოდნად შრომაა საბოლოო ჯამში, ხო? რაღაც რომ ისწავლია მაშინ დახარჯე რესურსი და მე ეს გამოიყენე. ანუ საბოლოო ჯამში რაღაცის მესაკუთრე გახდე, ნიშნავს რომ ან ეძებოდა იპო, ან იოლად ნაპოვნი გამოიყენო. სხვას არ წაართო ამავდროულად ამას ნიშნავს. მიწაზე თუა
ჯოხი ჩადო რომ აი ჩემი მიჯნა ეს არის და მოსჩა. ეს რომშიც გავრცელებული ხო ეს ჯოხის დადებაზე ვიდან რომ რომში კი არა მე-20 საუკუნემდე ამის ამერიკაშიც კი ხო ანუ მე-19 საუკუნეში იყო გოლდრაშები მაშინაც აი ალასკაშიც კალიფორნიაში უბრალოდ ჯოხების ჩასმა იყო ეს კლეიმებს რითიც აკეთებდნენ ხო ეგ იყო მიწა და მახსოვს კანონ სიტყვა მოდის აი მაგ თუ სწორად მახსოვს ლათინურში ძველი ჯოხიდან, ეს სწორი ჯოხიდან, რომ ეს ჯოხს დაადებდნენ და მეც რომელსაც იპოვდა და პატრონი არ ყავდა და ეს ნიშნავდა რომ ვიღაც უკვე მას გამოუჩნდა პატრონი, ნუ ხო. მაგრამ აი საკუთრებას აქვს ხო ცხადია მნიშვნელობა ამაში, თუმცა არის კიდე ერთი თეორია, ეს არის თეოკრატიული თეორია, რომელიც გეუბნება რომ სახელმწიფო იმიტომ კი არ გაჩნდა რომ ეს სახელმწიფო ესე ადამიანებს რაღაც მივიდნენ განვითარებით, არა სახელმწიფო გააჩინა ღმერთმა და ღმერთმავე განსაზღვრა ვინ იქნება ამ სახელმწიფოს მართველი. ანუ ან გვარი, ან შეიძლება გვარი არ იყოს და იყოს კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ან კონკრეტული ინსტიტუცია, ვისაც გადაცემული აქვს ეს ძალაუფლება, რომ ღმერთის სახელით განსაზღვროს ვინ იქნება შემდეგი მართველი. ისრაელის 12 ტომი მაგალითად, რომელიც დალოცა და მერე მორჩა იმათმა შთამომავლებმა უნდა რაღაცა მართონ, რაღაცა კონკრეტული აღქმული მიწის სახელმწიფო, ხო ესე მარტო გადმოვიდა. შეგვიძლია ავიღოთ საქართველოს რა ვიცი ბაგრატიონის 90-მეათე შთამომავალი, ხო, რომელიც არსებს იმას პირველი ბაგრატიონი ხდება თუ რაღაცა მსგავსი. ხო. ну ეგ არა მარტო ჩვენთან ახლა ყველგან გავრცელებულია ხო მაგრამ ახლა მაინც ჩვენ თუ მიუბრუნდებით იმ საკითხს რომ აი სადაც კუნძულზე რო ვიყავით იქ თუ დაუბრუნდებით და ვეცდებით ამ განვითარება და ვინახოთ ამ მომენტების ერთი არის რომ ჩვენ რაღაც წესებზე ვიწყებთ შეთანხმებას რომ აი მაგალითად ერთმანეთს აღარ წავართმევთ და ეს შეთანხმებები რასაც მოგვიტანს პირველ რიგში არის რომ სიმშვიდეს ვიგრძნობთ ანუ ურთიერთობა ხდება პროგნოზირებადი მანამდე თუ იყო აბსოლუტურად გაურკვეველი და ბუნდოვანი, თუ კი შევთანხმდებით რომ ერთმანეთს აღარ ცემთ, ერთმანეთს აღარ მოუკლავთ, ერთმანეთს აღარ წავართმევთ, ურთიერთობა ხდება ესე ვთქვათ, გამოცნობადი, ხო ეს იქნება ალბათ, ანუ მოლოდინი გაქვს სწორი როგორი უნდა იყოს. განჭვეტადი, განსაზღვრული, რა ვიცი, ხო სხვადასხვა შეიძლება გამოვიყენოთ. მეორე მანამ სანამ ვიღაცას ისეთი რამ არ შეემთხვევა რომ ეს შეთანხმება ვიღაცამ დაარღვია. და აი მან უკვე რაღაც მოგვიწევს ფიქრი, ანუ იმის დაწყება, როგორ დავიცვათ ჩვენი შეთანხმება. რომ ვიღაცა ვინც გადაწყვეტს რომ 100 კაციდან ვიღაცა ერთი თუ არის ამრევი, რომელსაც ჯერ ვერ პოულობთ, მისგან როგორ უნდა დავიცვათ თავი 99-მა, რომ უსაფრთხოდ ვიყოთ. მან შემოდის ულტიმა რაციო, ყველაზე ბოლო პრინციპში ყველაზე ბოლო საშუალება, რომელსაც უნდა იყენებდეს ეხაც სახელმწიფო და მაშინ ეს აუცილებელი გახდებოდა. თუ ჩვენ თანხმდებით იმაზე, რომ რაღაც 100 ადამიანი ვცხოვრობთ ერთი წესებით, მაშინ ეს არა მხოლოდ სიმშვიდეიან განსაზღვრულობა შემოაქვს, არამედ ამას შემოაქვს ერთგვარი სირთულეც და კომპლექსურობაც, იმიტომ რომ მაშინ ამ წესებს რო დაარღვევს ვიღაცა, ჩვენ უნდა მივანიჭოთ ვიღაცა ნეიტრალურ, ვიღაცა მესამე პირს უფლება, რომ აი ამ მესამე პირის მიმართ, აი ამ დამრღვევის მიმართ, ჯერთი შეისწავლოს ეს არის თუ არა დამრღვევი და მე რაღაცით დასაჯოს. ხო, შეისწავლოს და დამრღვევამდე დარღვევა რო არ მოხდეს. ხო, რა არის დარღვევა, ეგეც განსაზღვრავს. აი მაგალითად თუ გავუთ რომ საბას ქონება არის საბას ქონება და გიორგის არა აქვს მისი თანხმობის გარეშე ამ ქონების დაუფლების უფლება. მაშინ ჯერ მე მგონი იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ვიღაც თუ ამას udaraჯებს, ანუ ერთი ხო დაარაჯობს შეთანხმება, მაგრამ არ ყოფნის შეთანხმება. კიდევ ვიღაც ახალი დარაჯი ჭირდება რა, ფიზიკური ადამიანი, რომელიც ამას udaraჯებს, მაგრამ თუ მაინც ვინმე გადაწყვეტს, რომ ამ დარაჯობის მიუხედავად წაართვას, მოპაროს ქონება, აღკვეთოს და დაიჭიროს, დასაჯოს. აი ეგ არის რა პირველი სიტყვაზე კანონი იყო, ესე რომ ვთქვათ, თუ კანონის აღმასრულებელი, ესე რომ ვთქვათ რა. ეს მე მეორესკენ წავედი ეგრევე სისხლისამართლის გამოცდილებაში. კანონი იყოს, თუ აღმასრულებელი არსებობს, კანონი არ არის. მაშინ ეგეც მართალია, კი. ან მოთხრობა რა. მაგრამ თავიდან აი სულ თავდაპირველი კანონები, რაც შეიძლება იყოს ლოკის ეს სამი უფლების დასაცავად, ხო? ეგ სამი უფლება იქნებოდა მართლა, ანუ ყველაზე მარტივია ეს არ მოკლა, სხვა თავში არ ჩაარტყარო, თუნდაც გადარჩეს მე ჯანმრთელობა არ დაუზიანო და იმისი საკუთრება რაც არის არ წაართვა. ხო, საკუთრება ფართო გაგებით და აი ეს სანამ რაღაც სიტყვები მიეცემოდა, სანამ თუნდაც 10 აღქმის, 10 მცნების ან რაღაცა სხვა
კანონებში ჩაიწერებოდა ეს დაწერილი სამართალი სანამ იქნებოდა ეს იარსებოდა როგორც ბუნებრივი შეთანხმება და თავდაპირველად საჭირო იქნებოდა აი ამ შეთანხმების დამრღვევის დამსჯელი ანუ ვის ვანიჭებთ ლეგალური ძალადობის უფლებას ძალიან კარგი კითხვასთან მივდივართ რომელმაც პასუხი უნდა გასცეს არა მარტო იმას როგორ ხდება მინიჭება ამ ძალაუფლების ვიღაცისთვის ლეგალური ძალაუფლების არამედ რატო მოსჯიან კანონ დამხობებს ნახე აი ეგ ხარი მეგონი ხოლმე ხშირად საზოგადოებაში რაღაცების არასწორი გაგება იმიტომ რომ არსებობს ორი ტიპის კანონები მოდი ესე ვთქვათ რა ერთი არის კანონები რომლებიც კერძო ურთიერთობებს არეგულირებს ანუ საბას და გიორგის ურთიერთობას არეგულირებს და რასაც ჩვენ გადაუწყვეტით ისე იქნება და არის კანონები რომლებიც ამბობს რომ საბას და გიორგის როგორი ურთიერთობაც არ უნდა კონდეს ჩვენ მაინც შეიძლება ჩავერიოთ სხვები ამ ურთიერთობაში მაგალითად რო ვთქვა დანაშაული თუ ხდება შენ მიუხედავად იმისა იძახი ხარ თუ არა დაზარალებული თუ კი მოხდა დანაშაული ვიღაცა მესამე ადამიანი მაინც მიდის დაისაჯოს ვიღაც და თუ არ არის დანაშაული კერძო სამართლებრივი ურთიერთობა თუ შენ არჩევი არაფერს არ ხდება აი ჩვენს ეხა 21 საუკუნეში რო გადმოვხვდეთ მაგალითად სამი სისტემა სამი განსხვავებული სისტემა რო ვთქვათ ხო მაგალითად ამერიკული სისტემა სადაც არსებობს დანაშაულები სადაც დაზარალებულმა უნდა უჩივლოს თორე ის დანაშაულად არ ითვლება ხო? ძველად ვეძახდით კერძო ბრალდების საქმეებს. კი ბატონო. მაგიტო არის ხოლმე ეს ფილმებში რომ მიდიან ადამიანებთან პოლიციელები დაიკითხებიან, მაგრამ გინდა რომ უჩივლო. არსებობს ჩვენი სისტემა, ქართული, მარტივად რომ თქვა, სადაც მაგას არავითარ მნიშვნელობა არ აქვს. ესე ვიტყოდი. ხო, საქართველოში ხო, კი ბატონო, ჩვენი მოგონებული არ არის ეს, მაგრამ საქართველოში რაც მოქმედებს. სადაც მნიშვნელობა არ აქვს იმას, ნუ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, დაზარალებულს რა პოზიცია აქვს, სახელმწიფოს ყველა შემთხვევაში შეუძლია წავიდეს და ის ადამიანი, ვინც რაღაც დანაშაულს ჩაიდინა, ადგას და დასაჯოს პროკურატურის მეშვეობით. და არსებობს შერეული სისტემაც, სადაც კერძო საჯაროს ეძახდნენ ძველად. კერძო საჯარო სისტემა, მაგალითად, საფრანგეთში არის ეგეთი, პახტი სივილ არსებობს და იქ მესამე პირი შეიძლება შემოვიდეს. ანუ თუ ესე რომ ვთქვათ, ეგ არის კომპლემენტარული სისტემა, იმიტომ რომ თუ სახელმწიფო არ ახორციელებს თავის რაღაცა უფლებას, დავუშვათ პროკურორმა ჩათვალო, რომ აი საკმარისი მტკიცებულებები არ არის და ასე შემდეგ, შეიძლება შემოვიდეს ეს დაზარალებული და ადგეს და თვითონ წაიყვანოს მთელი ეს საქმე. და ასეთი რაღაცა მსგავსი მაგის სისტემაც არსებობდა ჩვენთან სანამ ეს 2010 წელს ახალი კერძო, მე რასულა კერძო საჯარო და საჯარო, ხო ესე იყო სამი დაყოფილი. ეხლა ნახე, დავბრუნდეთ ესე ვიქტორში, სადაც ვიყავით რა. ესე იგი ჩვენ რა გავარკვიეთ, რომ ესე იგი ადამიანმა რომ ჩაიდინა დანაშაული, ანუ დაარღვია შეთანხმება, საბას მოპარა ნივთი. ამ ადამიანს ჯით და ამას ჯით არა იმიტომ რომ საბა დაზარალდა. არამედ ჯით იმიტომ რომ მან შეთანხმება დაარღვია რომ არ მოიპარავდა. აი ეგ არის საკმაოდ საკითხი რაც ხშირად არ ესმით ხოლმე ადამიანებს. საბას რომ ნივთი მოპარა, ამისთვის საბამ ცალკე უნდა უჩივლოს მას ზიანის ანაზღაურებაზე. მაგრამ მიუხედავად იმისა, საბა მას უჩივლებს თუ არა ზიანის ანაზღაურებაზე, ის დაიჯება იმიტომ რომ შეთანხმება დაარღვია, შეთანხმება რომ არ მოიპარავდა. ანუ ეს ტომის მაგალითზე რო ვთქვათ, მაშინ დაუშვათ მე ვიღაცამ მომპარა საკვები, ხო, და შეჭამა შიო და მე შეიძლება შემეცოდოს ის ადამიანი და რაღაც არ მოუთხოვო და ასე შემდეგ რა, მაგრამ ბელადი მაინც მივიდეს იმასთან და რაღაც ეს საჯარო ხო, რა წესრიგის დაცვის მიზნით ესე რა მოიქეცი და ხო, და იმან მაინც დასაჯოს რა. მან შემოდის პრინციპში ეს თანასწორობის და სამართლიანობის ის ცნებებიც, რაზე ჩვენ პრინციპში ცალკე გადაცემა არ გავკეთებია ჯერ, რომ ანუ ჯერ. ხო, ჯერ გავაკეთებთ აუცილებლად რა არის სამართლიანი გადანაწილება, ხო? აი მაგალითად თუ აქვთ ესეთი წესი, რომ ვინც რა მოინადირა, დაუშვათ მარტო იქიდან შეიძლება მიიღოს საკვები, ხო? ხო. ეგ რამდენად სამართლიანი ვიღაცა შია, ვიღაცა საკმარისს ვერ იგებს და სოლიდარობასთან მივხვდით ისევ და მაგაზე მეგონი ცოტა ერთ-ორ საფეხური გჭირდება კიდე მაგამდე სანამ მივხვდით, მაგრამ ნახე. ეგ ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ საბას რო ნივთს პარავენ არის ცუდი ამბავი, ზოგადად რო იპარავენ არის ცუდი ამბავი, ვინც მოიპარავს ჩვენ შორის დაიჭება. ეს უფრო მეტ სიმშვიდეს მოგვიტანს რა. ანუ ადამიანები უფრო მეტ დროს და ენერგიას მოახმარენ სხვა საკითხების მოწესრიგებას, რაც მათ უკეთეს ცხოვრებას უზრუნველყოფს. მაგალითად, თუ კი შენ იცი, რომ შეიძლება მოგპარონ და არაჯობ და ვერაფერს სხვას ვერ აკეთებ, თუ იცი, რომ ალბათ არ მოგპარავენ, უფრო თამამად მიდიხარ სხვა საქმეების აკეთებლად, მაგრამ შეიძლება ხანდახან მოგპარონ ხოლმე და ამან შეგაფერხოს, მაგრამ თუ იცი, რომ დიდი ალბათობით არ მოგპარავენ არაფერს, შენ თავისუფლად იწყებ სხვა საქმეების კეთებას და ახალი დოვლათის თავმოყრას. ანუ იმით რომ ადამიანებმა უკეთესად იცხოვრონ, განვითარდნენ ეკონომიკურად, რაც მათ
ბევრ რამეზე აისახება, მათ ჭირდებათ უსაფრთხოების გარკვეული მინიმალური წესების დაცვა დანარჩენ საზოგადოებასთან კომუნიკაციაში, მათი მხრიდან საზოგადოების მხრიდან, რომ მათ ეს შეცვლათ. მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა. ვინც ეს უნდა გამოიძიოს, ვინც ეს უნდა დასაჯოს. ამ ადამიანს თუ ეს აქვს ძირითად საქმეთ გამხდარი, ვინ უნდა არჩინოს ის? აი ეგ არის. ანუ ამ დროს აი რაკი უკვე ჯგუფს უერთდება ადამიანი, ეს ურთიერთობები, რაც ადრე უფრო მარტივი იყო, კი, ანუ ეს კარგია რომ შენ ვერავინ ვერ მოგპარავს, მაგრამ შენც გბოჭავს, რომ შენ ვერ აიღებს ხვის უპატრონოთ მიგდებულ ნივთს, ვერ შეჭამს ხვის ნანადირებს, იმიტომ რომ შენი არ არის, არადაც ხვირწინ გიდევს, ხო? და თუ მიტოვებული არ არის. ხო. და ეს ქმნის პირველი ალბათ ყველაზე რაღაცა ძირითად სამართლებრივ სტანდარტს, რომ შეიძლება შენ ქონდეს უფლება სხვების მიმართ, რომ შენ არ მოგპაროს არავინ, არაფერი, მაგრამ შენ ამ დროს გიჩნდება ვალდებულება ასევე საპირისპირო, რომ შენც აღარ გაქვს უკვე უფლება, რომ სხვას რამე მოპარო. არა, ხო, ცხადია. ეგ არის, ანუ მაგას ქვია ბუნებითი თავისუფლებიდან სამოქალაქო თავისუფლებაში გადასვლა. ან მე ვამბობ, რომ ყველაფრის უფლება აღარ მაქვს, მაგრამ რისიც დამრჩა, ის დაცული იქნება. კი, სამაგიეროდ რა უფლებაზეც მე უარს ვამბობ. სამაგიეროდ ხვებს არ აქვთ იმ უფლების გამოყენების შესაძლებლობა ჩემ მიმართ. და ამ დროს იქნებიან უკვე რა კი ეს სტრუქტურა გახდა კომპლექსური, იქნებიან ადამიანები, ვინც ფიზიკურად უნდა შეინახო. წყემში თუ არის. არა, მეგონი, ჯერ უნდა დავრწმუნდე, რომ სანამ ვინმეს შენახვას გადავწყვეტ, რომ ის გამომადგება ამ ამბისთვის. მაგას რამდენად ხო, რამდენად გამოცდილებ და ასე შემდეგ ეგ კარგად დარბის თუ არა, შუბს კარგად ხმარობს თუ არა, სამართლიანი არის თუ არა, რამდენად წესერია თავად ხო არ იპარავს რაღაცებს, ხო არ ყოფილა შემჩნეული მანამდე. და ასეთ ადამიანს შევარჩევდი და ვეტყოდი, რომ მეგობარო, შენ დაიცავი ჩემი და საბას ქონება და სხვების ქონება და მე და საბა რო სანადირო წავალთ, მოგიტანთ ნაწილს. ჩვენს ნანადირევიდან ყოველთვის გაგიყოფთ რაღაცას. ანუ შენ აღარ ინადირო, სხვა რამეები აღარ აკეთო, მაგრამ აი მოდი დაგვიცავი ჩვენ. ანუ კლასიფიკაცია ხდება ადამიანების რაღაცა პროფესიები მაგ დროს ჩნდება რა, ვიღაცებს ფულს რა ნანადირევს უხდი, მარტო იმის გამო რომ აი უდარაჯოს ხვების ქონებას, ვიღაცებს ნანადირევის ნაწილს უხდი იმისთვის რომ აი შენს ცხვრებს რაღაცა მიყავს და მწყემსავს სანამ შენ მიდიხარ და ნადირობს. ვიღაცები ხო, არა, ყველა ვარიანტში ხო გჭირდება რომ შეინახო და მაგისი ნაწილი ხდება ის საჯარო ადმინისტრირება, სადაც შენ მიდიხარ რა. არა, ხო მაგარი ერთი პრობლემა. საჯული გჭირდება, მცველი გჭირდება, პროკურორი გჭირდება. ხშირად ვახსენებ ხოლმე ამას. წარმოიდგინე არჩი ეგეთი კაცი, ქალი, დედაკაცი, მამაკაცი არ აქვს მნიშვნელობა, რომელსაც ეს ერჩის ძალა ცოდნაი გამოსტილია და ქურდობები მაინც ხდება. რას ისა? უჩივლებ ბელადთან პრინციპში. მაგრამ არ გავუშვებ სახში, აღარ გავაჭმევ. ჩემ ნანადირევს აღარ გაუნაწილებ. ბელადმა თუ გითხრა რომ ეს ბელადი არ ყავს ჯერ, ხო? ბელადი არ ყავს. ბელადიც ეგ ბელადი ეგრე აყალიბდება, რომ ბელადი შეიძლება ის გახდეს, რომ ვისაც ეს ძალა უფლება გადადის ხელში. ხო, შეიძლება. საჯული ვინც არის, ის არის ბელადი? საჯული ჯერ არ ყავს. ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც შევთანხმდით, რომ ქურდმა არ უნდა მოიპაროს არაფერი, მკვლელმა არ უნდა მოკლას, მკვლელი არ უნდა ყავდეს. მაგრამ ქურდი ვინ არის, მაგას რომ საჯული ადგენს? ჯერ არ ყავს ვიღაც ადამიანი. ჯერ ყავს მარტო ერთი კაცი, რომელსაც უნდა დაგიცვას, რომ არ მოგპარონ. ხო. და რომელმაც თუ კი მოგპარავენ, დაიჭიროს ვიღაც. ახლა ჯერ ხო მაგაზე არ ფიქრობ. და ეგ კაცი ვერ აკეთებს თავის საქმეს. ხო, მაინც იპარავენ რა. რა გინდა რო ქნა. ავიცი, ალბათ ამ კაცს ვეტყვი, რომ წადი ძმაო, შენ ცინადირე ჩემსავეთ და ისეც მოუძებრი მის დამიცავს. ეგ არ იქნება ლოგიკურად. შეიძლება. ანუ ამ ადამიანის გაშვება, რომელიც თავის ფუნქციას კარგად არ აკეთებს, შენი უფლება უნდა იყოს, იმიტომ რომ თუ მე შენ გაჭმევ, იმიტომ რომ არ გამქურდონ და მაინც ქურდავენ, რაღაც უნდა გაჭამო შენ. ეგ პრინციპში ალბათ უკავშირდება ამ საზოგადოების, ხო, ამ ადამიანების წარმოდგენას იმაზე, ვინ შეიძლება იყოს კიდევ ერთხელ ეს საჯული სიტყვა მომწონს რა, იმიტომ რომ ეგ სჯის ყველაფერს რა, მოიპარა თუ არა, ხო, ჯერ განსჯის და მერე დასჯის. ხო და რა სამართლიანობას აღიდგენს. იმიტომ რომ თუ ფიქრობ რომ ეგრეა, მართლა ჩვენ შევთანხმდით და გადავწყვეტით რომ აი ეს ამ ადამიანს უნდა ქონოდა და მეტი პრივილეგიები, მეტი უფლებები ჩვენ ყველას მიმართ, ხო? მაგრამ ასევე მოვალე ძალა უფლება, ხო, ლეგალური ძალადობის უფლება, ესე რომ ვთქვა, ხო, დასჯა ეგ არის. ან მე ვამბობ რომ მე საბას მე კი არ დავიწყებ ზებნა საბა მომპარა თუ არა და აი ეს კაცი გააკეთებს რა. ეს კაცი გააკეთებს. კაი მეძებარია, ხო? თუ თანხმდებით რომ ჩვენ შევთანხმდით, მაშინ კი ბატონო, გადარჩევა უნდა შეგეძლოს. თუ თანხმდებით
თუ ეს ადამიანი ამბობს რომ მე ღმერთისგან მესმის ეს ყველაფერი მე ღმერთმა მითხრა და მე კი დაგეცემა და ასე ხო მაგ შემთხვევაში იმას ვერ შეცვლი თუ ძლიერი და ასე შემდეგ შემთხვევაში ვერ შეცვლი თუ ეთანხმები რომ ის ღმერთი მართლა გწამს და ანუ პრიმიტიული რაღაცა რესპუბლიკა თეოკრატია რაღაცა დიქტატურა და ასე შემდეგ მაგას რესპუბლიკა რა დემოკრატია უფრო ანუ ამათ შორის ხდება არჩევანის გაკეთება გააჩნია ეგეთი ამბავი რომ ჩვენს მიერ შერჩეული ნუგზარი რომელიც არის პასუხისმგებელი ჩვენი საკუთრების დაცვაზე ერთ დღეს მოდის და ამბობს რომ საბა დაიჭირა რომელიც ქურდობდა და საბა იძახის ხალხო რამ გადაგრიათ რას ქურდობდი ნახეთ ჩემს საწყობში რამდენი საჭმელ სასმელი მაქვს ხვისი მოპარვა რაში მჭირდებოდა აგერ კითხეთ ორ ადამიანს კაცო სანადიროდ ერთად ვიყავით მაგ დროს როგორ მოვიპარავდი ეს კაცს გეუბნება კაცო რა გინდა მე გეუბნები თუ ეს არის ქურდი და დავიჭირე ჩემი თვალით დავინახე და ამ კაცის მოტივი არის არა დამნაშავის დაჭერა ამ შემთხვევაში არამედ ამ კაცს იგივე ქალი მოწონს ვინც საბას და იმ ქალსაც საბა მოწონს და გადაწყვიტა რომ თავის ძალაუფლება გამოიყენოს საბას მოსაშორებლად ანუ რადგანაც ძალაუფლება აქვს თუ რაღაც არ მოვიფიქრეთ რომ მათგან ვიყოთ დაცულები ვინც გვიცავს შეიძლება უარეს სიტუაციაში აღმოჩნდეთ ანუ თან ეს ბატონ ნუგზარი კი არა ნებისმიერ შეიძლება შეცდეს მეფე დავითმაც კი ბიბლიურმა ხო ეს ქალი მოეწონა მაგასაც და იმისი ქმარი ომში გააგზავნა ხო ანუ ყველა შეიძლება მოუვიდეს ხო ძალაუფლებამ ყველა შეიძლება შეაცდინოს კი ბიბლიურ მეფეებსაც კი ამიტომ რაღაც სხვა უნდა მოვიფიქროთ ახლა მე და საბა რომ ვიყოთ დაცულები იმისგან ვინც უნდა გვიცავდეს. თომას მანამდე არ ვიფიქრებდით ალბათ რა. ვინ უდარაჯებს დარაჯებს. კი, ვინ უდარაჯებს დარაჯებს ეს ცნობილი სათაური რო გავიხსენოთ. და აქ ალბათ უნდა მოვძებნოთ შემდგომი ჩვენი თემის წევრი, რომელიც გამოირჩევა სამართლიანობით, საქმეთა გულმოდგინედ შესწავლით, კეთილსინდისიერებით, პატიოსნებით და რომელსაც ვეტყვით რომ ნუგზარი რო ვიღაცას დაიჭერს ნუგზარის მოთხოვებთ კიცებულებები რომ ნამდვილად დამნაშავე იყო. თავის მართლების საშუალება მიეცი ვინც დაიჭირა და სამართლიანად გადაწყვიტა ეგ ამბავი. ანუ პროკურორი არ არის იგივე მოსამართლე და არ არის იგივე აღმასრულებელი, ანუ ცალკე არის პროკურორი, რომელიც ამბობს რომ აი ამან მოპარა ვიღაცა, ცალკე არის ნეიტრალური ტიპი, რომელიც ამბობს რომ აბა ნუგზარა რამდენად სწორად ქნა ეს ყველაფერი იქნებ მართ სხვაგან იყო ალიბი აქვს. და ალბათ კიდევ უფრო სხვა უნდა იყოს მე ამ სამს. ხო, ეგ იქნებოდა ყველაზე ლოგიკურად მოგვეწყოდა ჩვენ კიდე ჩვენი ნანადრევი და რაღაც გაგვენაწილებინა, რომ დამატებით უსაფრთხოების გარანტია გქონოდა, რომ ვიყოთ დაცული ნუგზარისგანაც. მანდის კითხვა შემოდის მე რომ აი ეს მეორე ადამიანი ნუგზარა საჯული რა ნუგზარას ნააზრევს და მოპოვებს ვინც სჯის და ვინც წყვეტს, აბა რაღაცა ესეთი არის თუ არა. ის რის მიხედვით წყვეტს? ხო, ანუ რომელიც დადგენილია. ხო და ეგ არის ნუგზარი თვითონ თავისი შეხედულების ამ სოფხედელობის მიხედვით წყვეტს რაღაცებს თუ წინასწარ არსებობს ნუგზარს კი არა საჯულს უნდა უთხრათ რეზიკოს დაუშვათ რომ აი შენ ეხლა აი ჩვენ ესეთ წესებზე ვარ შეთანხმებული და შეიძლება სხვანაირად ფიქრობდე მაგრამ აი ამ წესების მიხედვით განსაჯე ხო ხო კი და ეს წესებიც იგივე ჩვენგან წამოვა ინიციატივა რომ რაც გამოვცადეთ ნუგზართან საფრთხეები რომ ეგ გადავაზღვიოთ ხო ეგ არის ლოგიკური და ამით უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით რა მაგრამ აქ თუ ხდება ისე რომ ნუგზარი იჭერს ბევრ ხალხს და რეზიკო პირობითად ყველას უშვებს ათავისუფლებს მაშინ გამოდის რომ ან ნუგზარია ცუდი პოლიციელი ან რეზიკოა ცუდი მოსამართლე ხო იმიტომ რომ დანაშაულები ხდება ნუგზარი ხალხს იჭერს რეზიკო ყველას უშვებს ეს სადღაც გვაქვს პრობლემა თუ სიტუაცია არის ისეთი რომ საზოგადოება კმაყოფილია საბოლოო ჯამში უსაფრთხოებით არც ბევრი პატიმარია რომელიც ყვირს უსამართლოდ მიჭერენ და მიშვებენ ციხეში არც ბევრი დაზარალებულია რომელიც ახლა რომ ჩემი საქმე ვერ გამოიძიეს აქ არის იდეალური სიტუაცია როცა იყოს ნუგზარი და რეზიკო და აკეთონ თავის საქმე. მაგრამ მაგას კიდევ ერთხელ ჭირდება რაღაცა წინასწარ დაწერილი წესები. შეთანხმება. ხო, შეთანხმება, იმიტომ რომ შეიძლება ნუგზარი და რეზიკო ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, ხო? დიდად რაღაცა არ აქვს ნუგზარს წარმოქმნა რეზიკო რისკი. კი, ასი ადამიანი ცხოვრობს გულზე და ეს ასი ადამიანი ვიკრიბებით ხოლმე და ვთანხმდებით. რა წესებიც გვინდა? ხო, აი მაგალითად თუ შევთანხმდით იმაზე, რომ აი ნუგზარმა მარტო იმ შემთხვევაში შეიძლება დაიჭიროს ადამიანი და რეზიკო იმ შემთხვევაში შეიძლება გაასამართლოს თუ აი ამ ქურდობას ყავს მოწმე ვიღაც ადამიან პირზე დაადგება და ეტყვის რომ აი შენ მოიპარა კიცებულება კი აი სხვა შემთხვევაში არის კი მაგ შემთხვევაში ნუგზარი ნაკლებ ხალხს დაიჭერს
და ეს რაღაცა გამართლების ისიც შეიძლება უფრო შემცირდეს, ხო? ანუ ყველას არ გამოვიდა. მაგრამ ეხლა რა ხდება, ნახეთ, თქვენთან ერთად, ან ჩვენთან ერთად არის ერთი ეს თემის წევრი, ამასიც მიწაზე მცხოვრები ადამიანი, თამარი, რომელიც სოკოს საძებრად იყო ტყეში წამოსული, საბარო ნადირობდა, თამარი სოკოს ეძებდა. და თამარი წაიქცა და ფეხი მოიტეხა. რაც უშვებით თამარს. უკლავთ, ალბათ, ხო? იმიტომ რომ არ გკლავთ, ან ჩვენში ჰუმანიზმი იგვიძებს და ვამბობთ, რომ ხალხო ცოდვაა თამარი, კაი გოგოა, ჩვენთან ერთად იყო, შრომობდა, ერთად ვახშმობდით ხოლმე. ხო. და ხო არ ჯობია, რომ მას მივცეთ საშუალება უმკურნალოთ. ეს თამარიც გვეხვეწება, კაცო, უნარ მატოვოთ მიშველეთ და აი მე ყველას აი სოკოს რომ მოვიტან, თქვენ რაღაცა ის არ დაგივიწყებთ. ხო, მე თქვენ გაგიფრთილებით ასე შემდეგ რაღაცა. ხო და ეგ ერთ შემთხვევაში მოხდება ალბათ, ხო, ჰუმანიზმი ვიღაცებში, მე მჯერა რომ ადამიანები არიან კეთილები რა, ზოგადად, განსაკუთრებით როცა გასაჭირს ეხება საკითხი, უფრო მობილიზებულები კიდე რომ სხვებს დაეხმარონ. რაღაც ეგ როცა სხვას ეხმარები, საკუთარ თავსაც ეხმარები მე მგონი მაგ დროს ხო რაღაც ეს წარმოიდგინე, მაგრამ აგერ მაგალითი გქონდა მოყვანილი თავად ქალბატონი თვანისიდან, ხო? მე მჯერა რომ ინდივიდუალური ადამიანი მინიმუმ ბევრ ადამიანზე არ ვიცი, მაგრამ ინდივიდუალური ადამიანი ალბათ არის კეთილი. კი. და ალბათ მე დაფიქრდები შეიძლება და თქვა რომ მოდი რა, ეგრე ხოშება ხვალ სხვასაც მოთხოვდეს ფეხი, ვიღაც დაბირდეს. და ხო არ გავაკეთოთ რამე, ამ როგორც ვხვდით ნუგზარს და რეზიკოს მანამდე, რომ რაღაც არსებობდეს პატარა ფონდივით, სადაც სულ შევაგროვებთ რაღაცებს, სულ გადავიხდით, სულ მოუხდით თავს, რომ ვისაც დროის კონკრეტულ მომენტში ცოტა ხანი არ შეიძლება რაღაცის გაკეთება თუ ხანგრძლივად უკვე სიბერის გამო, ეს ადამიანები ვარჩინოთ, იმ პირობით რომ ჩვენც რო იგივე დაგვემართება, ჩვენც გვარჩინოთ. საპენსიო ფონდი შევქნათ რა. ხო, გინდა პენსია დავარქვათ, გინდა ხმარება დავარქვათ. არ აქვს მნიშვნელობა. არ ვიცი, აი ეს ქართული ზღაპარიც ხო გვაქვს ჩვენ იმ ისეთი ტიპის თემზე, საზოგადოებაზე, სადაც რომ მოხუცებდებოდნენ ხოლმე ადამიანები არ შეეძლოთ, გოდორს წნავდნენ და იმ გოდრით აყავდათ და აგდებდნენ და როგორ მთავრდება პრინციპში ეგ ძალიან საინტერესოა ეს შვილი იწყებს შვილი ეუნება მამას რომ ბაბუისთვის მოსაწონს. მეც დაგიწინ რა პრობლემაა და იწყებს ხო? ანუ ეგ ალბათ არ არის თვალ კარგი იდეა. კარგი თუ იქნება გოდორით დასაგორებლად თუ კი არა იყვან და სიკეთეს გაუკეთებ, შვილიშვილიც იმას შეხედავს და მამას ისე მოექცევა, როგორც მამა ექცეოდა ბაბუას. საუკეთესო ვარიანტი კი. ხო, მაგრამ ეხლა ნახე, ერთი საკითხია კიდე მანდ, რომ ამ კუნძულზე ხარ, ეს ასე ადამიანი, სამყაროში მარტო თქვენ ხართ, ეგეთია თქვენ თვალში სამყარო და სანადიროდ წასულმა გიორგიმ და საბამ აღმოაჩინა, რომ შორს, მაგრამ ჩანს რაღაც ნავი, რომელიც წყალში ტივტივებს და ზეთ 4-5 უცხო ადამიანია. ჩუბებით ხელში. ხო. რას ვიზამთ? გააჩნია თუ ჩვენ მექსიკაში ვართ ამ დროს და ისინი კონკისტადორები არიან, არ ვუძახით არავითარ შემთხვევაში სანაპიროზე, იმიტომ რომ ძალიან ცუდი ამბები მოხდება. ხო. მაგრამ თუ ამ კუნძულზე ვართ, არ ვიცი, შეიძლება გააჩნია რა პრინციპში, ანუ კაცობრიობის ისტორია მთლად კეთილად არ ექცევა იმ არ ვუძახი რომ სიკეთეს ვიზამთ. ხო, ვინც კეთილად ექცევა და შეგვეშინდება. მე ვქო აი ეხლა უცხოში შეგვეშინდება. შეგვეშინდება. და ოდეხავთ, ამბობს აბა ხალხო სასწრაფოდ დამობილიზდეთ. ეხლა შუბებით ხელში ვიღაცები მოდიან, არ ვიცით რა უნდა. და შეიძლება არც მოვიდნენ ისინი, არც გადმოვიდნენ ჯერ კუნძულზე, მაგრამ ვიტყვით რომ всё, ეხლა მორჩა. ჩვენგან 10 ადამიანი შუბით ხელში იდგება სანაპიროსთან უწყვეტად. და ჩვენ ვარჩინებთ. ეგრე არიან დღემდე ინდოეთთან არის ერთი სენტინელის კუნძული ესეთი და აი იქ არიან ეგეთი ტომია რა და არავის ახლოს არ იკარებენ. კუნძულია ეგეც პრინციპში ხო, შენს ანალოგიაში სრულად ჯდება. ერთმა მისიონერმა სცადა რამდენიმე წლის წინ მან შეღწევა და პირველად შეაღწია ბიბლია დატოვა და წამოვიდა, მეორჯერ შეაღწია და ვეღარ გამოაღწია, იმიტომ რომ მოკდა იქვე. იმიტომ რომ ხა უცხოელებს რაღაცა არ იგებენ რა და ისინი გადარჩნენ პრინციპში დღემდე რაღაცა ესეთი ამბავი არის. მჟავენობა საკმაოდ მაღალი. აჰა. ალკოჰოლი არ იგრძნობა, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება უბრალოდ ხურძენი ან ზოგადად ვერ აგროვებს მაღალ შაქარს და ან ადრიანად კრეფენ ხოლმე. არომატებში ჩემთვის უფრო მიდის ან შიდა ქართლი უნდა იყოს და ან იმერეთი, არომატებით ორ ყურძენს ვამგვანებ. ეს არის გალობლიშვილი და იმერეთიდან და ეს არის თავკვერი შიდა ქართლიდან, მაგრამ
ჩემი აზრით თავკვირისთვის ზედმეტად აგურისფერია და დაძველებით არ უნდა იყოს ძალიან დაძველებით, და თავკვირს ესე იმდენად არაძველებად რომ აგურისფერი მიიღოს. Ну ლოგიკურად იმერეთში და მგალობლისში მიდივარ ეხლა ამ ეტაპზე ჩემი ფიქრებით და რამდენად გამოვიცნობ, მაგი მე ბოლოს ნახოთ. ძალიან კარგად მინდიხარ, ესე შემიძლია გითხრა დანარჩენი კი ბატონო. ბოლოს გავიგოთ. ესე იგი ჯარი ჩამქვარით რა. ჯარი ჩამქვარით. ესე იგი უკვე ყავს ჯარი, ყავს პოლიცია. მე მგონია რომ ოღონდ ჯარი იქნებოდა პირველი ასე შექმნილით რა. მაგაზეც არის ხელი ქართული შემდეგ როცა ვიღაც ის რომ გარემტერი ყავს და თუ არ ყავს მაგის მიუხედავად რა. აი ეს ზღაპარი ძალიან ბავშვობაში წავიკითხე და სულ თავში ჩამრჩა იმის მერე და მაგის გამო აი ჯარს მაგალითად რაც თავდაცვას უფრო დიდი მნიშვნელობას ვაინჭებ ვიდრე რაღაცა შიდა განვითარებას ხოლმე რა. მილიტარისტულადაც ვარ განწყობილი. ეს მამაზე არის, რომელმაც ორ შვილს დაუტოვა, მოკლედ რაღაცა მიწის ნაკვეთები რა. და თქვენი ცითო რა, რაც გინდათ გააკეთითო და ერთმა შვილმა პირველი წელი დახარჯა იმაში, რომ ნერგები ჩაყარა, მოუარა ასე. შემდეგ მეორე შვილს არაფერი არ გაუკეთებია, მაგრამ ღობე შემოავლო რა, ვერაფერი ვერ მოასწრო დანარჩენი, მაგრამ ღობე შემოავლო და ეს პირველი გაქურდეს. და ტულად წავიდა მისი შრომა და მეორე მართალია პირველ წელს მოკლედ შიმშილობდა, მაგრამ მერე სამაგიეროდ ყველაფერი დარჩა, რასაც შოულობდა რა. ჯარი მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხედავენ ვერავის, ხო, მაინც ეხლა ყავს პრინციპში ისეთი ტიპის პოლიციები, რომელიც ჯარი ჭირდება ომისთვის. მილიტარისტული არის. ჯარი ჭირდება ომისთვის. ფრანგული ჟანდარმერია. ხო, ჯარი ჭირდება ომისთვის. და თუ ერთმანეთში ომსაპირებ, ჯარი ვერ გიშველის და თუ გარეთ არავინ არსებობს, სანამ დაინახავ რომ არსებობს, შენ ამ კუნძულიდან ხედავ წყალს. შენ ჯერ ნავები არ გაქვს, ვერ მიცურავ. ხო, არ იცი ცხოვრობს თუ არა სხვა ხალხი, ხო? და ამიტომ მიუხედავად ყველაფერს და შენ შეიძლება 2-3 კაცს დაავალო, მეც არა, მაგრამ ჯარის პრიმიტიული ვერსია ყველა ვარიანტში. ხო, მაგრამ აი ჩვენ ხო არ გვაქვს მაგალითად შექმნილი კაცობრიობას დღეს უცხო პლანეტელებისაგან თავდაცვის ძალები. გარკვეულწილად გვაქვს. NASA რას აკეთებს, ხო? სიგნალებს ეძებს და ასე შემდეგ. NASA ეძებს, ვინმე ხო არ არსებობს. აი, ზვერავები საჯარისო დანაყოფია ეგეთი. ხო, მაგრამ ფუნქციურად რომ რაღაც ტექნოლოგიებს ამითარებდე, როგორ დაიცვა თავი ტრისგან, რომელიც შეიძლება თეორიულად არსებობდეს. დედამიწაზე არ გვაქვს ამ ცოტას ყოველ შემთხვევაში ეგეთი. ერთიანი არის. ხო, კოსმოსში როგორ ვიომოთ, ჯერ არ ვიცი. Space Force გვაქვს, მაგრამ კოსმოსური ძალები არის, რომ არა იმიტომ რომ კოსმოსში იომონ, არამედ კოსმოსიდან ეომონ ერთმანეთს. ან აითვისონ, ხო. ხო, ნუ ძირითადად ეგ არის. კონსტიტუციაზე როგორ მივდივართ? ამისი ალეგორიას მე მგონი კიდე რაღაც არის კიდე მაგ მე მგონი ჩემი აზრით გასავლელი საკითხები სანამ კონსტიტუციამდე მივალთ. ეხლა 100 კაცი თუა კუნძულზე 100 ადამიანი. რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება იმის საშუალება და არ გვექნება იმის საშუალება რომ კვირაში ერთხელ შევიკრიბოთ ხოლმე ეს 100 ადამიანი და თუ რამე შესაძლებელია ამ წესებში შევცვალოთ. ხო. მაგრამ თუ მილიონი ვართ არ გვექნება ამის ფუფუნება. ნუ 100 ვართ კუნძულზე. ხო, და ამიტომ თუ კი ამ მაგალითს კუნძულს გადავიტანთ რაღაც მეტი რაოდენობის ადამიანთან ისინი ვეღარ შეძლებენ ამ წესების მუდმივად და სამართლიანად, ან სამართლიანობა რაც ნიშნავს, ხო, რაღაც კრიტერიუმებთან, სამართლიანობის ზოგად კრიტერიუმებთან შესაბამისობაში მიღებას. რაც მათ შორის დაკვეთა იქნება საზოგადოების, ხო? და ამიტომ შეიძლება თუ კი ჩვენ ვიქნებით არა 100 და ვიქნებით 100,000, ჩვენ შორის გამოვარჩიოთ ადამიანები, რომლებსაც ასევე ვარჩენთ. იმ პირობით რომ ისინი ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტენ იმ საკითხებს, რომელიც ჩვენ ძირითად შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოიყვანს უკვე სხვების საქმიანობას. და ამ ადამიანებს შევარჩევდით კრიტერიუმით, არა როგორ კარგად ჭიდაობს თუ არა იმის მიხედვით შტანგას კარგად წევს თუ არა, არა კრიტერიუმით კარგად მღერის თუ არა, არამედ ზოგადად რამდენად სწორად ესმის პოლიტიკა. ანუ პოლიტიკა სიტყვა საიდანაც მოდის, პატარა ქალაქების, მაშინ ესე იყო ბეპოლისიდან მოდის, მართვის ხელოვნება. ანუ რამდენად კარგად ესმის, როგორ უნდა იმართებოდეს საჯარო სექტორი. მეორე ვერსიაც არის პრინციპში მაგ სიტყვის წარმოშობის, რომელიც ამბობს, რომ ეს სიტყვა მოდის ორი ნაწილისგან, ერთი არის პოლი, რაც არის ბევრი და მეორე tix, რაც ინგლისურად ნიშნავს იმას, რა ქვია, პარაზიტს, ხო? ანუ სისხლის გწოვს, ხო? ეს მგონი სარკასტული ახსნა, სარკაზმული ახსნა არის ამ გასაგები მიზეზების გამო. მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანებს სხვადასხვა ტიპის უნარები გვაქვს ხოლმე რა. აი მაგალითად
მე არ შემიძლია სიმღერა. მიუხედავად იმისა, ძალიან მიყვარს განსაკუთრებით მიყვარს თქვათ კლასიკური როკი, მიყვარს ქართული სიმღერები, ანუ გულისხმობ ტრადიციულ ქართულ შესრულებებს. მიყვარს ჯაზი, ხო? აი ვერაცრუს ვერ წავიღიღინებ რა, იმიტომ ამის სმენა არ მაქვს რა, მოკლედ, რა ვიცი, თუ პასიური სმენა მაქვს და აქტიური არა. და რაცა უნდა ჩემზე დიდი რესურსი დავხარჯოთ, ნუ ჩემგან კარგი მომღერალი არ გამოვა რა. და ალბათ ესე არის, რომ ადამიანების ნაწილს უბრალოდ არ აქვს ნიჭი, რომ იყოს პოლიტიკოსი. ხო. მეორე მხრივ გააჩნია რა, ანუ ვინ არის კარგი პოლიტიკოსი. არსებობენ ალბათ, იმიტომ რომ კაი, სერიოზულად რომ ვთქვათ ახლა, ხო, პოლიტიკა ასევე უკავშირდება ერთ ინგლისურ სიტყვას, რაც არის policy. ანუ რაღაცა სახის ჩარჩო დოკუმენტები, რაღაცა სახის მიდგომები, რაღაცა სახის რეფორმები, მოკლედ რაღაც სახის ხედვა, რომელიც უნდა გქონდეს იმასთან დაკავშირებით, როგორ განვითარდეს ეს შენი საზოგადოება, ხო? და კარგი პოლიტიკოსი არის, ვისაც ესეთი ხედვები აქვს. თუ კარგი პოლიტიკოსი არის, ვინც აჯერებს სხვა ადამიანებს, კარგი ორატორი, ვინც აჯერებს სხვა ადამიანებს, რომ აი მე ვარ მართალიო. იმიტომ რომ კაცობრიობის ისტორიაში მე მგონია, რომ მეორე ვერსია უფრო იყო გავრცელებული დიდი ხნის განმავლობაში. კარგი პოლიტიკოსი არის, როცა ორივე გაქვს. ეგ იდეალური პოლიტიკოსი. პირველი ნიშნავს, რომ ხარ კარგი მენეჯერი, მაგრამ არ ხარ პოლიტიკოსი, იმიტომ პოლიტიკოსი უნდა იყოს შეგეძლოს რისიც გწამს, ის ხალხსაც გააგებინო, მათთვის გასაგებენაზე. დააჯერო და მერე გააკეთო. და თუ კი ტყუილი შეგიძლია დააჯერო ხალხს, მაშინ ხარ კარგი პოპულისტი. რომელიც ასევე პოლიტიკოსი. ხო, ოღონდ კარგი პოლიტიკოსი არის, რომელსაც პოპულისტობა შეუძლია. ხო. და მეორე ფუნქციის კარგად შესრულებაც. ან ორივე რო შეგიძლია ერთად, მაშინ ხარ კარგი პოლიტიკოსი. ხო. თორე რა ვიცი, შეიძლება იყოს შარლატანი, რომელიც არწმუნებს ხალხს რაღაცეებში და მე ამ საზოგადოებას ჩამოშლი, დაანგრევ, გაუბედურებ, ხო? არაერთხელ გვინახავს ახლოდან. და სამწუხარო ის არის, რომ მაგათ თქვიათ ხოლმე კარგი პოლიტიკოსები. ეგ ქვია რაღაცები, რაც აი მომენტში ეძახის, მაგრამ ისტორიაში ხო ესე ვერ რჩებიან ხოლმე, ანუ ხო არავინ ამბობს, რომ ჰიტლერი კარგი პოლიტიკოსი იყო. ხო, კარგი ორატორი იყო. ციცერონზე ამბობენ ხოლმე, მაგრამ ძალიან ანუ შენი ხალხის საქმე წინ წააგდე თუ არ წააგდე, ოღონდ კარგი გაგებით რა, ეგ არის, ხო? ანუ შენმა ხალხმა, ვინც კუნძულზე ცხოვრობდა ჩვენ შემთხვევაში, უკეთესად შეძლო თუ არა ბედნიერად ცხოვრება რა. ხო ეგ არის. და აქაც ეხა ნახე სადღრუნდებით ჩვენ გვჭირდება რაღაც სამართლიანი პროცედურა, რომლითაც ჩვენ ძალას, რომ ჩვენ მიგვეხო კანონები, ჩვენ ძალას, რომ ჩვენ აგვერჩია პოლიციელი, ჩვენ ძალას, რომ ჩვენ აგვერჩია მოსამართლე და ასე შემდგომ ვანდობთ ადამიანებს, რომლებიც იქნებიან ჩვენი წარმომადგენლები. ხო. და ერთმანეთს ეჯიბრებიან იმისთვის, რომ ეს პრივილეგია დაიმსახუროს. ყველა კი არ წარმოგანგეს εδროულად ყველას, არამედ სხვადასხვა ინტერესები ჯგუფებს წარმოადგენენ სხვადასხვები, ვისაც დააჯერებენ იმ ჯგუფს. მაგრამ ერთად იყრიან თავს და ისეთ ცდილობენ მიიღონ გადაწყვეტილება. აი მანდ რომ მიდიოდი ვიცოდი და ამიტომ ვცადე რომ შემომეპარებინა პრინციპში ის საკითხი, რაზეც ჩვენი სულ პირველი პოდკასტიდან პრინციპში რაღაცა ხან გვერცულით ხოლმე, ხან ვეხებით, ხან გვიკამათია კიდევაც, რაც არის, უნდა არსებობდეს თუ არა რაღაც ტიპის შეზღუდვა აი მაგ პოპულისტ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით რა. აი წარმოიდგინე რომ აი ამ კუნძულზე არის ტიპი, რომელიც ორი ადამიანი არის რა, ერთი რომელიც ამბობს რომ აი ჩვენ ახლა ვერ გეტყვით რა, რომ შემდეგი მოსავალი ორჯერ მეტი იქნება. შეუძლებელია, მაგრამ აი ამას გავაკეთებთ იქ მოტეხილია ღობე რაღაცა იმას შევაკეთებთ აქ რაღაცა თევზებს უკეთ დავიჭერთ, ნაკლები მოსავალი გაგვიფუჭდება და ეგეთ რაღაცეები რა. ან შეიძლება გზა არის გასაყვანი საერთოდ რომ აი ჯუნგლია რაღაცა ამ კუნძულზე, უფრო მეტი ის რომ ავითვისოთ მერე რომ დავთესოთ მეტი ის მომავალში მეტი მოხდეს, მაგრამ ეს საჭიროებს რომ ხალხმა მეტი ხანი იმუშაოს, ხო? საჯარო სიკეთის მისაღწევად. ყავს მეორე ადამიანი, რომელიც დადის და ყველას ეუბნება, აი მე ამირჩიეთ, მე ღმერთებისგან მესმის ეს ყველაფერი, ან რა ვიცი, აი მე შემიძლია, აი გაჩვენებთ მე როგორ ამირჩიეთ და მე იყოს ჩემზე, გაჩვენებთ, გავაორმაგებ კი არა, ყველას გექნებათ სამჯერ მეტი, ვიდრე ეხლა გაქვთ. რა თქმა უნდა, იქნება ხალხის საკმაო ნაწილი, მიუხედავად იმისა, ეს საზოგადოება კარგად არის, ცუდად არის, როგორ ადამიანი არასოდეს არის კმაყოფილი, რომელიც გააღმერთებს მას და მისცემს ამ ძალაუფლებას. მისცემს ამას. ხო და უნდა არსებობდეს თუ არა რაიმე ტიპის შეზღუდვა. ხო და მე რა მოხდება რომ მისცემს ამ ძალაუფლებას? გააჩნია ეგ არავინ არ უცნობს. მისცემს სამაგ მოსავალს? თუ მისცემს, ასარჩევი ყოფილა.
არა, მიცემთ ვერ მისცემს. მინდა იჭება. მიცემთ ვერ მისცემს, მაგრამ შეიძლება ამ ადამიანმა სანამ ეს ძალაუფლება ექნება, ეს ძალაუფლება იმდენად გარყვნას და იმდენად მოშალოს ყველა შესაძლებლობა რომ ის ადამიანი მოაშორო, იმდენად მილიტარიზება გაუკეთოს, ხო, ადამიანები ადგეს და თავიდან ეს 5 მაგი მოსავალი და რაღაც მილიონები დაპირდა, მე ადგეს და საერთოდ ზოგი ციხეში ჩაყაროს, ზოგი ასე შემდეგ. უნდა არსებობდეს თუ არა რაღაც ტიპის შეზღუდვა, რომელიც აი იქამდე არ მიგვიყვანს. ხო, მაგრამ კითხვა ესეთია, რომ ადამიანებს უნდა წავართვათ თუ არა შესაძლებლობა დაუშვან შეცდომებში. ნახე, ადამიანებს უნდა შესაძლებლობის დაშვება არა შესაძლებელი მოსულა, მაგრამ თუ დაუშვებ ეგზისტენციურ შეცდომას, თუ ხედავ რომ ეგზისტენციურ შეცდომა დაუშვას ეგზისტენციური შეცდომა. აი მე რომელი უფრო დიდი ფასეულობა თქვა რომ ადამიანს აქვს თავისუფლება, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვნად შეცდეს, თუ თქვა რომ არსებობს რაღაც კრიტერიუმები, რომლის დაწესებითაც მე ამ შეცდომებს ავაცილებ მას თავიდან. ოღონდ ვინც ამ კრიტერიუმებს ადგენს. ხო. ეს რამდენად არის თავად ეს რამდენად არის რისკი რომ გახდეს ისეთივე, როგორიც თავიდან აცილებასაც ცდილობ წესით ამ წესს შემოღებით. მივხვდი ხო? ეს ძალიან კარგი კითხვა და მაგაზე ის ხო არ იქცევა თავად იბოროტებად, რომლის ასაცილებათაც ქმნი ბოროტებას. მაგის მაგალითად მახსენდება ამერიკაში 90-იანებში მოხდარი ყველაზე დიდი შეტაკება ტეხასში იყო თუ სწორად მახსოვს და ქალაქის სახელსაც გავიხსენებ, მაგრამ ხო, შეტაკება იყო ერთ-ერთ რელიგიურ სექტასა და არ მხოლოდ შტატის, არამედ ფედერალურ ძალებთან ერთად, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ტელევიზიით გადაიცემოდა ყოველდღიურად რა. რენო იყო, რა მნიშვნელობა აქვს. ეს რელიგიური ჯგუფი აპირებდა რომ რაღაცა სუიციდი ჩაედინა მომავალში რა და ასევე ჰქონდა ფიქრობდნენ რომ მეორედ მოსვლა მალე მოვიდო და მოკლედ ძალიან ბევრი იარაღი ჰქონდათ რა და შეიძლება და სხვაებიც დაეხოცათ. მაგრამ წარმოვიდიოდით ერთი წამით რომ ისინი თავის მოკლას აპირებდნენ. სახელმწიფომ ჩათვალა რომ რა ვიცი, ანუ ბავშვებიც არიან იქ ასე შემდეგ, ეს ადამიანები შეიძლება მენტალურ რაღაცა იმას საჭიროებენ, აი უნდა ვკითხოთ და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეგზისტენციურ შეცდომას უშვებენ, მარტივად რომ თქვა, ამას ფიქრობს. და ამიტომ რევს თავის ძალებს იმისთვის, რომ ამ ადამიანების ნაწილს მაინც, ვინც გადარჩებიან, მე რაღაცა ფსიქოთერაპევტები მიამაგროს და კიდევ ერთხელ კითხოს, რომ აი ნამდვილად გინდა ამისი გაკეთება? იმიტომ თუ მოუნდება, მე კი ბატონო იმ ადამიანს დანაშაული არ ჩაუდენია, წავიდეს მოიკლას თავი, მაგრამ თუ ის არის რაღაცა დიდი არასწორი გავლენის ქვეშ, შეიძლება ფსიქოთერაპევტს ასე შემდეგ სიტუაციაზე ვამბობ, ფსიქოთერაპევტს დახმარება ჭირდება, რომ დაინახოს დიდი სურათი, ხო? იქ რაც მოხდა, პრინციპში ცუდად მორჩა, იმიტომ არაკომპეტენტურობის და სხვა რაღაცეების გამო და ვიღაც ადამიანები ამ შუთაუთში დაიხოცნენ. მაგრამ ვინც გადარჩნენ და სუიციდის Sons of David ესე ერქვათ, ვინც გადაურჩნენ, ისინი ცოცხლები არიან დღემდე. Netflix აქვს დოკუმენტური ფილმი გადაღებული და იქ არიან ამეთი წევრი გადარჩნენ. ხო, მიდუერთ ხა თავისუფლების ანალოგიურად, ხო, ხონდა იდეაში საუბარი, ეკაც იყო მე მგონი ეკასთან ერთად საუბრეთ მაშინ. ყველა ეტაპზე ვეხებთ თავისუფლების პოზიტიურ და ნეგატიურ გაგებას, მაგრამ ნახე, ეს თავისუფლების პოზიტიურ და ნეგატიურ გაგების ამბავი მე მგონი უფრო მეტად უნდა დავიყვანოთ ბუნებით უფლებებზე როცა ვლაპარაკობთ და როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ უფლებებზე, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია სახელმწიფოს არსებობასთან. ანუ ეს არის შექმნილი ნაბოძები, რა ვთქვათ, შექმნილი უფლებები, ესე იგი, ქართულად ესე იყოს უფრო სწორი. შექმნილ უფლებებზე გადაწყვეტილებას მის ფარგლების შესახებ უფრო მეტად უნდა მივიღოთ რაციონალური რა იქნება. ხო, ანუ რომელი ფორმულა მიცემს ადამიანებს უფრო ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობას ერთად, როგორც ორგანიზებულ ჯგუფს. და მანდ მე ესე მჯერა და მწამს, რომ ადამიანები ჯობს შეცდნენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში და თუნდაც მწარედინანონ ეს. ვიდრე ვიღაც სხვა ადამიანს ქონდეს ძალაუფლება, ადამიანებს აუკრძალოს თავად გადაწყვიტონ, ვინ იქნება მათი მართველი. აი, ეგ მახსენებს, ანუ არასწორი პარალელია, რა თქმა უნდა, ამას ვაღიარებ, მაგრამ რაღაც კუთხით მაინც მე როგორი მიგზავნა. საგულება ისე ვერ გაიზრდება. მაქვს, აი ზუსტად ბავშვის აღზრდას მაგონებს ხო, უნდა მეთქვა რა. ანუ ბავშვმა უნდა დაუშვას შეცდომები, შეჭამოს ის მარილი, ერთი პეშვი, რომელიც უნდა აცადე და მეორეჯერ აღარ იზამს, რაღაცა მსგავსი, მაგას ამბობ. მაგრამ რაღაცა ჩამოხდეს იმ სკამიდან და იწინოს, მე აღარ იზამს. მაგრამ თუ ეს ბავშვი დგას კლდესთან მე აღარ ვაცლი, იმიტომ რომ მეორეჯერ ვეღარ დავუშვებს. თუ სახელმწიფო დგას ისეთი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე
რომ აი ის სამაგ მოსამალს ვინც ჭირდება სინამდვილეში მგონია რომ მეორე კუნძულიდან მოსული ადამიანია და იმათ დაგვიმონებს არ ხო და მან ეგეთი მაგალითი ყოფილა ასევე ორი ესეთი ტომი არსებობდა აი ახალზელანდიელი ტომი თუ იცი რომელიმე არა მაორები მაგალითად რა ეხა აი რაგბის ვინც უყურებენ All Blacks-ი იციან და ცალკე არის კიდე მაორის 15-ეული რომელიც ცალკე გამოდის ხოლმე და ასე შემდეგ ეს მაორები არიან დომინანტური ძალა რა მაგრამ მაორები არ ყოფილან მთელი ამ ისტორიის განმავლობაში ძირითადი მოსახლეები ახალი ზელანდიის კუნძულების რა მაორებამდე იყვნენ მორიორები და ამ მორიორებს ჰქონდათ ესეთი წესი რა ყველანაირ ძალადობის წინააღმდეგ იყვნენ საერთოდ ყველანაირ ძალადობის ერთმანეთის წინააღმდეგაც არ ძალადობდნენ ზუსტად იმ პრინციპების გამო რაც შენ მოყევი და არც რა ვიცი ხა პოლინეზიაში არ იყო იმდენი ტომი რომ სტუმრობდნენ და ასე შემდეგ რა ნავები არ ჰქონდათ ხო ნავები ჰქონდათ მაგრამ ხა ისეთი არა რა და ეს მაორები რომ მოვიდნენ მორიორების კუნძულებზე მოკლედ გააგრძელეს იგივე რაღაცეების კეთება, რასაც იმიტომ რომ ტომის ბელადები იმათაც ყავდათ არჩეული, ზუსტად ესე იყო დალაგებული და იმ ტომის ბელადებმა თქვეს რომ ჩვენ აი ამას არ უნდა გადავუხვიოთო რა. მაორებმა რა ქნეს, ადგენენ და იმიტომ რომ მაორები კაცჭამია და ასე შემდეგ, ძალიან მეომარი ომი იყო რა, მეომარი ტომი იყო. დაიწყეს ამათი ხოცვა, ქალები გააუპატიურეს, ბავშვები დაიმონეს და წაასხეს, მაგრამ კუნძულიდან კი არ წასულან, უბრალოდ თავის მხარეს გადაიყვანეს რა. მერე შეიკრიბნენ კიდევ ერთხელ და კიდე იკითხეს და ასე შემდეგ, რას შვებითო რა და იმ მორიორების ბელადებან და ასე შემდეგ დაუშვეს ეს ეგზისტენციური შეცდომა, თქვეს რომ არა, იგივენაირად უნდა გავაგრძელოთ ამის შედეგად, მაგრამ ზოგიერთი იყო ისეთი, რომლებმაც მაინც გადაწყვიტა ბრძოლა, ძირითადად ახალგაზრდები. შედეგად რაც მოხდა იყო ის, რომ დღეს მაორები არიან და მორიორები არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე ასეული არის დარჩენილი მხოლოდ და მეტი არავინ, ხო? აი ეს ეგზისტენციურ შეცდომას როცა უშვებს, ვიღაცა უნდა იყოს ვინც შეაკავებს. ეგ ხო არ არის ვიღაცის ნაცვლად რაღაცა. რა? ეს ხო არ არის რომ ეგრეთ წოდებული თავდაცვის უნარიანი დემოკრატიებს რასაც ეძახიან, რომ თავარი შეთანხმება კუნძულზე ასეულის პირველი შეთანხმება, ანუ 100 მაცხოვრებლის პირველი შეთანხმება ისეთ მექანიზმებს ქმნიდეს რომ არავის მიეცეს შემდგომში საშუალება, რომ ესეთი მასშტაბით აისაკუთროს ძალაუფლება. როგორი მასშტაბით? როგორი მასშტაბით და ეხლა მაორების საკითხიც მორიორები იყვნენ აბსოლუტურად დემოკრატიული ხალხი. სხვა რამეს გეუბნები. თავისუფლად დემოკრატია ნიშნავს, რომ თავის დაიცვა მათ შორის და დაიცვა კონსტიტუციაც. აი მაგალითად, რას გულისხმობს ეს ხო? შენ ხელისუფლებას ყოველთვის აკომპლექტებდეს უმრავლესობა, მაგრამ უმრავლესობა იყოს შეზღუდული. ან შეზღუდულ უმრავლესობას იღებდა, შეზღუდული კანონის უნარისობით, ადამიანის უფლებებით, ხო? ანუ ეგ მექანიზმები ჩვენთანაც არის კონსტიტუციაში, და ხო გახსოვს, რომ მაგალითად არ შეიძლება ადამიანის უფლების საკითხებთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვეტს რეფერენდუმით. იმიტომ რომ უმრავლესობამ რო არ თქვას, რომ ვიღაც კონკრეტულ მომენტში უმცირესობაში აღმოსავლეთ ჯგუფის უფლება უარყოთ, ხო? ან მაგალითად არ შეიძლება კანონის მიღება რეფერენდუმის გზით შენთან. ეს ადამიანი რასაც გეუბნება, ის კი არ არის, რომ აი მე ავდგები და რეფერენდუმის მიხედვით რაღაცებს ვიზამ. ეს ან კონსტიტუციას დავარღვევ. ეს ადამიანი გეუბნება, რომ თქვენ თუ გინდათ სამაგი მოსავლის მიღება, თუ გინდათ რომ თითოეულ თქვენ სოფელს გქონდეთ ეს, არა მხოლოდ ამირჩიეთ, არამედ მე მჭირდება რაღაცა მოქმედებების განხორციელება და ეს კონსტიტუცია თქვენ რაც გაქვთ, მე მზღუდავს და ამიტომ ახალი კონსტიტუცია უნდა მივიღოთ. სადაც ეგ რაღაცები არ იქნება. თუ საზოგადოების ის მაღალი 3/4 დაუშვა. 3/4 ეუბნება რომ კი შენ ამ ძალაუფლებას გაძლევ. მაშინ ეს 3/4 ღირსია? ღირსია. ხო. და მაშინ განადგურდებიან. ხო, ღირსია. და ანუ კიდევ ერთხელ ანუ თუ კი საზოგადოების 3/4 არის იმდენად არარაციონალური, რომ ვერ ხვდება ესეთ რამეს, ну ესაც უკვე დაიწყო. მე მაინც ვინა მაგათი გადარჩენა. არა, გინდა მესმის, მაგრამ ეგრე ის საზოგადოება, ის ადამიანები, ვინც ამ გაწყვეტილებას იგებენ, ვინც ამ ხმას აძლევენ, ეგენი შეიძლება იყვნენ სრულიად დაბრმავებული. მესმის. მაგრამ შეიძლება მათი შვილები გაიზარდონ არა დაბრმავებული და თვალები აიხილოს. შვილი რო გაგეზარდოს, შენ უნდა გადარჩე. ხო და ისინი იკლავენ თავს. ხო და ნუ რა ვიცი, ადამიანს შეუძლია თავი მოიკლას. ეხლა მე არანაირად არ ვარ წამხალისებელი სუიციდის და სუიციდურობის, მაგრამ როცა ადამიანები უშვებენ ესეთ პოლიტიკურად, ესეთ დიდ შეცდომებს,
ისინი ან მიხვდებიან ამას რაღაც მომენტში გააცნობიერებენ და იწყებენ გამოფხიზლებას და ისე ბრძოლით დაბრუნებას იმის რაც მათ ეკუთვნით, ან ამას ვერ აკეთებენ და ხო ღირსები არიან, რასაც იღებენ, რა ვიცი, ეგ არის საბოლოო. აი, მან შემოდის ალბათ ეს benevolent დიქტატორების იდეა რა, რაც პრინციპში ისტორიაში ასევე მომხდარა არაერთხელ, ხო? შეიძლება დიქტატორი არც აღმოჩნდეს ბოლოს ათათურქად იქცეს დაუშვათ, ხო, რომელიც რესპუბლიკას გიფუძნებს, მაგრამ რაღაც პერიოდის განმავლობაში ის ერთპიროვნულად ამბობს, არა, აი თქვენ მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა ხარ, არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს, რას კეთებთ, ესე უნდა იყოს, რომ ამ ქსოვილმა, საზოგადოებრივ ამ ასეულმა გაგრძელოს ასე. ახლა ოღონდ დავბრუნდეთ იმ ისევ მილიონ ადამიანთან, რომელმაც რაღაც ახალი 100 უნდა შეარჩიოს, რაღაც სამართლიანი წესებით, ვისაც ვინ მოწონს. ხო. მანდ არის ერთ საინტერესო საკითხი, რომ უნდა შეეძლოთ თუ არა ამ არჩეული დელეგატების უკან გამოწვევა. აი, ზოგან შეუძლიათ, ზოგან არა. ეს არ უნდა შეეძლოთ. რატო ფიქრობ, რომ მე ვიღაც ავირჩიე პარლამენტში მაგალითად და პარლამენტი იქნება ეს ხო თავის შინაარსით, რასაც გააკეთებს. და აღარ მომწონს, რასაც აკეთებს, რასაც დამპირდა იმას არ აკეთებს. ან ნაწილობრივ აკეთებს. ან უარეს აკეთებს, კაცო, შენ პირდა რომ აი შენ ყოველდღიურად უკან გამოწვევა. კი, შენ ყოველდღიურად დაგჭირდება რომ 6-ის ნაცვლად 4 საათი იმუშაო და 6-ის ნაცვლად 8 საათს მომუშავებს, იმიტომ რომ მეუბნება რომ რაღაცა გზა უნდა გაიყვანო იქ და რაღაცა მოსახვნელი არის რაღაცეებიო და მოსავალი ვარ ხო და ვიშიმშილო თუ ეხა შენ მეტი არ მუშაობ. არ მომწონს, უნდა გამოვითხოვო? არა, იმიტომ რომ იმიტომ რომ მე ამ შემთხვევაში მთავარ საფრთხედ ვხედავ არა გარემტერს, რომელიც კონსოლზე შეიძლება ოდესმე გადმოსხდეს რა, არამედ მთავარ საფრთხედ ვხედავ შიდა ხალხს, რომელიც თავისი სისულელით იღუპავს თავს. მარტივად რომ თქვა და ეგ სისულელით დამღუპველები ყველაზე მეტად არიან ის ადამიანები, წეგან რაც თქვით, ვინც არიან პოპულისტი პოლიტიკოსები, რომლებიც ეუბნებიან 4 საათს კი არა 2 საათს გამუშავებ და საჭმელი იმდენი გვექნება. არ გიქნება იმდენი რა და ამიტომ პოპულიზმის და თუ ექნებათ ამათ გამოწვევის შესაძლებლობა, მაშინ ეს კიდევ უფრო ნოყიერთად შექმნის პოპულისტებისთვის და ისინი მოვლენ და მოვლენ ძალაუფლებაში. ამ ხალხს უნდა ჰქონდეს თავიანთი თავისუფალ მანდატს ესე ქვია, ხო, ამას ერთად დავარქვეთ, თავისუფალი მანდატი ქვია, როცა დეპუტატი არ არის შეზღუდული ამრჩევების, ვინც პირადად მივიდა და ხმა მისცა მათგან და მათი დაკვეთით, არამედ შეიძლება მე დროს გამოწვეულ, უფრო მეტი თავისუფალი მანდატი ნიშნავს, რომ შენ რომელიმე პარტიიდან აგირჩიეს, ეგ ანიშნავს, რომ იმ პარტიის დეპუტატი ხარ. შენ შეგიძლია მთელ საქართველოს წარმოადგენ, ანუ ვინც მოგცა ხმა და ვინც არ მოგცა ხმა, შენ ხარ მთელი საქართველოს დეპუტატი. და არც მათ შორის არის მანდ იმაში, რომ თუ შენ არჩეულ დეპუტატებს შეზღუდავ, ან შეაშინებ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უკან გამოგიწვევ, მას აღარ ექნება არაპოპულარული გადაწყვეტილებების, ოღონდ საჭირო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. აი, პენსიის, საპენსიო ასაკის აწევა, რაც მოხდა ცოტა ხანს, ხო? უნდა აცადო 4 წელი. ხო, პირობითად, ანუ ეს პერიოდულობა არჩევნების რაც არის და 4 წლის მერე თუ ისევ მიხვდები, რომ არასწორი ყო აღარ არჩევ ხელახლა. და ეგ არის ზუსტად რა, ერთი მხრივ ეს დაცულობა, რასაც აძლევ, თუ ამას აძლევ არა პოპულისტ პოლიტიკოს, ხო, ანუ პოლისი პოლიტიკოს, ესე რომ ვთქვათ რა, ეს არის დაცულობა მათი, რომ შეიძლება შენთვის ცუდი იყოს, მაგრამ გრძელვადიანი ხედვისთვის შენი შვილები უკეთესად იცხოვრებენ, მარტივად რომ ვთქვათ რა, შეიძლება შენ თვითონ უკეთესად იცხოვრებს ამ წლის მერე. ხო, თუმცა არსებობს მაგრამ უშუალო დემოკრატიის ხარდამჭერი. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მეორე მხარეც ხო აქვს ამ მედალს რა, შენ თუ აი ამას შენ თუ აირჩი არა პოლისი არა პოპულისტი პოლიტიკოსი იმას 4 წელი აქვს იმისთვის რომ დაანგრიოს ყველაფერი რაც მის ძალაუფლებას უდავს მიიღოს ახალი კონსტიტუცია და ასე შემდეგ. აი ახლა მივედით საინტერესო საკითხთან რომ ჩვენ რაც ეს ყველაფერი მოვყევით ახლა რაც ვისაუბრეთ ნუ გულწრფელები რო ვიყოთ ეს არ არის როგორ გაჩნდა სახელმწიფო ალბათ. ეს უფრო არის როგორ არსებობს სახელმწიფოები. თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოების არსი და გაგიბა არის ესეთი. და ეხლა რა ვიცი მე შეიძლება შემხედრია ხოლმე რომ რაღაც ესეთ თემებზე რო გვისაუბრია, აი სოციალურ მედიაში მაგალითად გამოხდება ვიღაც. ზოგი შეიძლება ძალიან კაი ადამიანიც არა ცუდი და რას ლაპარაკობთ საქართველოს ამდენი საუკუნის ისტორია აქვს, ალბათ იგივე სიტყვა ფრანგი, იგივე სიტყვის რა ვიცი რომელიმე სხვა, წარმოადგენელი, ბერძენი და თქვენ ამბობთ რომ საქართველოს ეხა დაფუძნდა, ანუ გვიტყვია რომ 1918 წელს დაფუძნდა საქართველოს რესპუბლიკა. ან 1991 წლიდან საქართველოს გამოცხადდა რესპუბლიკად და აუთ რომ კონსტიტუციას აქვს დაფუძნებლური ხასიათი. აი რატომ ნიშნავს აი ესეთი შეთანხმების მიღწევა საზოგადოებაში სახელმწიფოს ხელახლა დაფუძნებას? ხო, შეიძლება ხელახლაც არ იყოს, შეიძლება
ანუ სახელმწიფოს დაფუძნება, ხო, პრინციპში ბევრნაირად შეიძლება მოხდეს. შეიძლება საერთოდ ახალი სახელმწიფო იქმნებოდეს, ხო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები შეიქმნა, შეიძლება თავისუფლდებოდეს სახელმწიფო, ხო, როგორც საქართველოს პირველი რესპუბლიკა, შეიძლება კოლონიზატორისგან თავისუფლდებოდე, ხო, აი ბოტსვანა მაგალითად, ან რა ვიცი, უამრავი ქვეყანა რა, ალჟირი და შეიძლება ისრაელი შეიქმნა და ასე შემდგომ რა ვიცი. ხო, ან შეიძლება ეს იყოს უკვე არსებული სახელმწიფოს ხელახლა დაფუძნება. კი ბატონო, აი მაინტერესებს უფრო მეტად, ალბათ გვაინტერესებს ყველას. ხო, მაგაზე, საფრანგეთი ვთქვათ, მაგაზეც პრინციპში კაი მაგალითია, იმიტომ რომ ედიკო მეხუთე რესპუბლიკაზე არის ეხლა საფრანგეთი და ეს მეხუთე რესპუბლიკა დაფუძნდა 1950 მე მგონი 18, იმედი არ მეშევა 58 წელს. და რა ხდებოდა პრინციპში, რაზეც ეხლა ვილაპარაკეთ, პრინციპში ეგეთი რაღაცა ხდებოდა, საფრანგეთში ამ დროს არის სრული კრიზისი, ალჟირში 54 წლიდან მეორე მსოფლიო ომის ჭრილობები ცალკეა, იქ ვიშის რესპუბლიკა ქონდათ და ერთმანეთს რაღაცა ვერ უყურებენ თვალებში რეები ჩაიდინეს, ცალკე ეკონომიკური კრიზისია, ცალკე ალჟირი, რომელსაც საფრანგეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს როგორც ორგანულ ნაწილად საფრანგეთის კოლონიად კი ხედავენ, მაგრამ აუცილებელი ნაწილია მათი, ხო? აი როგორც დავუშვათ გიბრალტარი, რაცა ბრიტანეთის ასე შემდეგ ბევრი მაგალითად შეიძლება ითქვას, ხო? ყირიმი რუსეთისთვის. და მოკლედ ალჟირში კიდევ დამოუკიდებლობისთვის ომი მიმდინარეობს და იქ ცალკე ჯარისკაცები არიან, რომლებიც იმუქრებიან სახელმწიფოს გადატრიალებით, თუ საფრანგეთი უფრო მეტად არ მიეშველება ალჟირში საოკუპაციო ესეთ ჯარებს, ხო? რა ხდება ამ დროს? და თავარი არ მithქვამს, ბოლო 12 წლის განმავლობაში მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული რა, მთავრობა შეიცვალა 24 ჯერ. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა წელს ორი სხვადასხვა მთავრობა. და ეს რამ გამოიწვია? ეს გამოიწვია საპარლამენტო სისტემამ. ისეთ როგორც ახლა გვაქვს ამ ჩვენი ახალი კონსტიტუციით რა და ვერაფერი ვერ კეთდება, არაფერი არ ხდება და კრიზისში იფლობა და იფლობა სახელმწიფო. რაც ფრანგებმა გააკეთეს მაგ დროს ეს იყო მეორე მსოფლიო ომის გმირის, ეს დეგოლის მოწვევა. რომელს თქვა, რომ აი წეხარაც თქვი, ხო, გვიშველი რაღაცა, მაგრამ დეგოლმა თქვა, რომ ამ თქვენ საპარლამენტო რესპუბლიკაში მე ნახევარი წლით არ მოვალ და ჩემს რესურსს არ დავხარჯავ იმაში, რომ მე გამაგდოთ და ისე თან რომ არაფერი არ გავაკეთო. და რაც მოხდა იყო, რომ დაფუძნდა ახალი რესპუბლიკა. ახალი რესპუბლიკა დაფუძნდა იმიტომ, რომ ქვეყანა მიიღო ახალი კონსტიტუცია. ამ კონსტიტუციამ არსებითად შეცვალა ყველაფერი. შეცვალა კონსტიტუცია, მოდი ესე დავარქო, ეს ბოდიში ჩაგეჭერი. რა არის კონსტიტუცია? კონსტიტუცია არის შეთანხმება ხალხსა და ხელისუფლებას შორის, თუ კონსტიტუცია არის შეთანხმება ხალხს შორის? ბევრი იდეა შეიძლება არსებობდეს რა. ძირითადად ალბათ ხალხს შორის არის. აი კონსტიტუციის მთავარი ნაწილი რაც არის, ეგ მაგაზე შეიძლება ძალიან ბევრი იდეა არსებობდეს, ხო? ყველა კონსტიტუციას ალბათ უნდა გააჩნდეს რაღაც ადამიანის უფლებების თავი. რაც არის იდეაში შეთანხმება. არ გააჩნდეს, რა ვიცი, პირველ კონსტიტუციას, რომელიც მიიღებს სოფლიოში ადამიანის უფლებების თავი არ გააჩნდა. მაგრამ შესწორებები დაამატეს. შესწორებები შევიდა და ხო, ძალიან საინტერესო ამბავი რატო არ. იმიტომ რომ აკლდა. ეგ არის. არა, აკლდა. ხო იყო ალექსანდრ ჰამილტონის არგუმენტები, რაც იყო, როცა კონსტიტუციას იღებდნენ, იყო არა ადამიანის უფლებების უარყოფა. არამედ პირიქით. ყველაფერი არის უფლება, ხო? ხო, ანუ რო ჩამოთვალოთ რაღაც გამოგჩებაო და ვიღაც იყოს მე უფლება არ არსებობს. ანუ კონსტიტუცია არის რაც ზღუდავს ძალაუფლებას, ვისაც ძალაუფლებას ხალხი გადასცემს და ყველაფერი დანარჩენი რჩება ხალხს. აი ეს იყო პირველი იდეა, ხო? მაგრამ მან საინტერესო ამბთან მივდივართ, რომ კონსტიტუცია არის საკვალპუროდ რო ვთქვათ. აი ეს კუნძულზე რო პირველად შევთანხმდით. ანუ შეიძლება პირველი არ იყო, მაგრამ თავარი შეთანხმება რაც არის, ის გადახვევაც არ შეიძლება. თავარი არის, რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენ უნდა ყოფილიყო ჩვენი სიცოცხლე დაცული, ჩვენი თავისუფლება უნდა ყოფილიყო დაცული, ჩვენი საკუთრება უნდა ყოფილიყო დაცული და ეს სამი რამ მე თუ კი ფართოდ გავშლით კიდე, ხო? მოიცავს ბევრ რამეს. თავისუფლება მოიცავს სიტყვის, ქცევის, ფიზიკურს. საკუთრება მოიცავს იყო ქონების მესაკუთრე, ზოგადად უფლების მატარებელი რამე შეიძინო, შენი სხეულის მეპატრონეც იყო ფართო გაგებით. ან ბევრ რამეს გულისხმობს. და ამის გამო არ დავიწყეთ ყველაფრის შექმნა. ამის გამო არ გადავწყვიტეთ, რომ პოლიციელი ყოლოდა, რომ ქურდს დაიჭერდა. ამის გამო არ გადავწყვიტეთ, რომ მე პოლიციას რო არ წყვიტა დავიჭერეთ, მოსამართლე ყოლოდა. ამის გამო არ გადავწყვიტეთ, რომ გარედან რომ ვინმე მოსულიყო არ დაეშებინა, ჯარი ყოლოდა. ამის გამო არ გადავწყვიტეთ, ფეხს რომ მოვიტეხავდით გაჭირვაში რომ დაიყავით. ყველაფერი ხო ამის გამო უქენია. აბსოლუტურად. და იცით რა საინტერესო, რომ ჩვენი კონსტიტუციას რო შეხედო, ეხლანდელიც და წინაც, ან წინაშე გულისხმობ არა 94 წლის რედაქციას, არამედ გულისხმობ 1921 წლის რედაქციას, ხო? პირველ კონსტიტუციას. პირველი თავი რაც კონსტიტუციაში გააქვს, არის ზოგადი დებულებები.
აი მაგალითად ეს არის პრინციპები კონსტიტუციური, ხო, დემოკრატიის პრინციპი, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, სოციალური სახელმწიფოს პრინციპი და ასე შემდგომ. ტერიტორიული მდგომარეობა როგორ დედაქალაქი რა არის. და პირველივე თავი კონკრეტული თავი, რომელიც კონსტიტუციაში შეიძლება ჰქონდეს, ძველ კონსტიტუციაში იყო ჯერ მოქალაქეობის პატარა თავი და მერე უფლებების, ჩვენთან უფლებების თავით იწყება, არის ადამიანის უფლებები. ხო. ანუ ჩამონათვალი იმისა რა უნდა უზრუნველყო სახელმწიფო და მერე შემდეგი თავები ეს არის პარლამენტი, პრეზიდენტი, სასამართლო თავობა, როგორ უნდა უზრუნველყოს ეს. და ეს არის დანგრევა მთლიანად, დეკონსტრუირება ტოტალიტარული სახელმწიფოს იდეის, რომელშიც ჩვენ ვიცხოვრეთ ძალიან დიდი ხანი, საბჭოთა პერიოდს გულისხმობ. სადაც იდეა ადამიანი არ იყო. და როცა ვამბობთ, რომ ეს ან კონსტიტუცია აფუძნებს სახელმწიფოს, გულისხმობს, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე მცხოვრები ერი ადამიანები ერთიანდებიან და თანხმდებიან. რა უნდა იყოს ამ ქვეყანაში მიღწეული და როგორ უნდა იყოს მიღწეული და ამათთან ერთად იწყება ახალი ორგანიზებულობა, ანუ ორგანიზაციის ახალი ფორმა. კი. და ამ ორგანიზაციის ახალი ფორმით ფუძდება სახელმწიფო. რა არის სახელმწიფო ესე რო ვთქვათ, ხო? შენობაა? მაგას იმელის შენობა თბილისში? ხო. იყო წლების მანძილზე მთავარი შენობა, ხო? პარლამენტი რო დაიწყო თავის დროს. ეხლა რო გახვალ სასტუმროა, რა ვიცი, რა განცდა გაქვს იმ შენობას რო უყურებ. მინისტრია კონკრეტული ადამიანია? არა, რა ვიცი, ყოფილი ჩინოვნიკებს შეხედე არაფერი აღარ ძალაუფლება მას აღარ აქვს. და ვიღაც, რა ვიცი, მოძებნონ შეიძლება ვიღაც ისეთი ჩვენო მარველის ფილმები ნანახი და არა, კომიქსები და ფილმები ნაკლებად მაინტერესებს. არც კომიქსები, არც ფილმები. რაგნაროკი არის ეგეთი ფილმი, თორის ერთ-ერთი თორზე გადაღებული ერთ-ერთი ფილმი, სადაც ეს თორი არის, მოკლედ ამ თავისი სახელი რამ დამოუწყა, მოკლედ აი ამ თავისი სოფლის გადარჩენა უნდა და ბოლოს გზა ერთადერთი არის, რომ ეს ხალხს მოკიდოს ხელი და სხვაგან წაიყვანოს და მაგას ამბობს, რომ ეს ჩვენი სამშობლო ის კი არ არის რაღაცა გზები, ეს ადგილი ან რაღაც შენობები და ასე ის ხალხიაო და ჩვენ ახალს დავაფუძნებთ რა პრობლემა იქნება. ხო, თუმცა მე მგონია, რომ ის გარემოც არის შენი სამშობლო, სადაც გარემოც არის, მაგრამ თავარი არის ხალხი. ხო, დაფუძნებისთვის არის ადამიანები, ადამიანების გარშემო სახელმწიფო არ არსებობს. მაგას ვამბობ. ხო. და ჩვენ ჯერ კიდევ სწავლობდით უნივერსიტეტში ან სკოლაში, მაშინ იყო რა ეს ტერიტორია იყო ესეთი თქმული და ტერიტორიაც მიწათ აღ იქნებოდა, მაგრამ რა ვიცი, შეიძლება სახელმწიფო იყოს კოსმოსურ ხომალდზე. ხო. რომელიც წავიდა შორეულ მოგზაურობაში, galaktikul მოგზაურობაში თეორიულად 100 წლის მერე. იმ ცხოვრები ადამიანები, რომლებიც 10,000-ს გამოიცვლიან, იგი იქნება სახელმწიფო ახალი. რომელიც თუ კი ეს ადამიანების რაოდენობა რაღაც ისეთია, რომ საჭირო იქნება 1000 ადამიანი პირობითად. ანუ მოდი აქაც შეგეწინააღმდეგები, იმიტომ რომ მანდაც მე ცოტა ესეთ ონტოლოგიურ კამათთან მივდივართ, მაგრამ მე მართლა ცოტა ისე ვფიქრობ რა. ანუ კონსტიტუციის მეორე თავი, ანუ პირველი მთავარი ნაწილი, ესე რომ ვთქვათ, ამბობს რას და მეორე ამბობს როგორს. რაც ძალიან ნაცნობი დაყოფა არის სამართალში ზოგადად ეს სამართლის კოდექსი არის პასუხი კითხვაზე რა, სამართლის კოდექსი არის პასუხი როგორ და ასე შემდეგ რა. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე იმიტომ ვერ გიპასუხე წერან რომ მგონია რომ აი ეს მეორე ნაწილი როგორ იქნება გადაწყვეტილი, მოწყობა როგორი იქნება. მიხვდეთ იმის რომ შეიძლება უფლებები საერთოდ ამოიღო რა, როგორ დავაბალანსებთ ხელისუფლებას, checks and balances საიდან მოდის რა. მაგან ანუ ფორმა შეიძლება განსაზღვროს შინაარსი. მიხვდეთ იმისა როგორ იქნება. ანუ ჩემთვის აი ეს ძალაუფლებების გადანაწილება არის მიხვდეთ იმისა რომ ადამიანის უფლებები არის ჩემი რაღაცა მთავარი ნაწილი ხო, საითაც ვარ და ასე შემდეგ. რაც უფრო დიდი დრო გადის, უფრო მეტად ხედავ, რომ როგორ იქნება ეს ძალაუფლებები დანაწილებული, გავლენას ახდენს იმაზე ადამიანის უფლებების დაცვის შინაარსიც და ხარისხზეც. აბსოლუტურად მართალი ხარ და ოღონდ მანდ არის ეგეთ საკითხი, რომ რაზეც ჯეფერსონი ჰამილტონის ამბობს, რომ ამბობდით, რომ ჯეფერსონმა თქვა, რომ ჩვენ თუ კი ამას დავწერთ კიდეც მაინც უფლებები რა არის და თამით რომ სხვებს არ გამორიცხავს, არაფერი დაუშავდება და ჯანდაბას ეგდოს, მაგრამ ხო და ნუ მანდ ვისაუბრეთ ჩვენ ამ თემაზე. მაგრამ ეხლა საინტერესო რა არის, რომ ჩვენი კონსტიტუციაც დღეს მოქმედი როგორ იწყება? პირველ თავით არ იწყება, იწყება პრეამბულით. კი. შესავლით. ჩვენ საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევინებაა დავამკვიდროთ. დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. უზრუნველყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი. განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა
და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა. ვეყრდნობით რა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ სამართლებრივ მემკვიდრეობას ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას. ანუ მიზანი, რატომაც სახელმწიფო ფუძდება, არის ძალიან კონკრეტული რაღაცები ჩამოთვლილი. აი ამ რაღაცებს მიღწევა გვინდა. ხო, დემოკრატიული საზოგადოების წესრიგობა, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებების დაცვა და ტერიტორიული, ესე ვთქვათ, სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, სენი სახელმწიფო ტერიტორიის დაცვა. ეგ არის მიზნები, რატომაც არსებობს სახელმწიფო. და ნებისმიერი ხელისუფალი, რომელიც ამის მიღმა ცდილობს საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენებას, ის გადის კონსტიტუციის ჩარჩოდას სინამდვილეში. და გადის ნიშნავს არა მარტო იმას, რომ ტექნიკურად გავიდა, არამედ სინამდვილეში სწორედ პოპულისტური არგუმენტებით აუცილებლად გაუბედურებს საზოგადოებას. აუცილებლად. და მაგ დროს აი ეგ არის რა, აი დეგოლი საიდან გავიხსენეთ, მაგრამ ძალიან ესეთი საინტერესო პარალელია, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანასაც ქონია ეგეთი კრიზისები და ყოლია ესეთი ხელისუფლებების, რომლებიც მოვიდნენ და კონსტიტუცია შეცვალეს. ახალი რესპუბლიკა იდეაში არ დაუფუძნებიათ ამ კონსტიტუციაში რაღაცები შეცვალეს. უბრალოდ შიგნით კონსტიტუციაშივე შეცვალეს. მაგრამ არსებითად ისინიც იგივეს ამბობდნენ, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი ძალაუფლება, ჩვენ გვჭირდება მეტი მოქნილობა და ასე რომ შეიძლება უფრო მეტი მოუქნელობა, მაგალითად ბოლო ცვლილებები რაც შევიდა ხო 2016-ში ესე რომ ვთქვათ, პირიქით საპარლამენტო სისტემაზე გადავიდით და უფრო მოუქნელი გახდა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის რაღაცების კეთება, ხო? რაც არის შებრუნება იმისა, რაც დეგოლს თავის ძროზე უნდოდა იმ ყველა დიდი შეცდომა საქართველოში. ეს ხო მეც მძულს საპარლამენტო მომხრევი ყავი და ვრჩები. კი ბატონო. ხო, ნუ მე მინიმუმ ნახევრად საპრეზიდენტო მაინც, მაგრამ ხო, ხალხ საპრეზიდენტოში იქ რაც გააკეთა მოკლედ დეგოლმა არის, რომ პარლამენტს უთხრა, რომელიც მანამდე რომელსაც ყველაფრის გაწყვეტის უფლება ჰქონდა, როგორც ეხლა მაგალითად ჩვენთან, არის შეზღუდული რა კონსტიტუცია უნდა იმას მიიღებს და რასაც უნდა იმას ჩაწერს შიგნით. თუ კონსტიტუციას არ წინააღმდეგება, ხო? დეგოლმა თქვა, რომ ეგრე ვერ იქნება, პარლამენტს შეუძლია ამის საკითხების გადაწყვეტა და უშუალოდ სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტა, რომ დაადგინოს, მაგრამ იმის მე რასაც მინდა, როგორც მინდა, ისე გავაკეთე. ნარჩენი კომპეტენცია გქონდა მართოს, ხო? კი, და პარლამენტი ვერ ჩაერევა, ხო? და უნდათ კიდე სხვა ფაქტორები მოქმედებს, ახლა როცა საფრანგეთი თქვი, რომ ესე იგი ჩვენ იმს გავს ამ საპარლამენტო მოდელის კონსტიტუცია გქონდათ და მთავრობის წელიწადში ორჯერ ცვლიდნენ და ჩვენი პრობლემა ის არის, რომ და თანამედროვე ავტორიტარიზმის პრობლემა ის არის, რომ სწორედ ჩვენარი კონსტიტუციებში ხდება შეუძლებელი მთავრობების გამოცვლა. საბოლოო ჯამში კი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ერთი ვემეს, რა ქვია, ჯოხის ორი უკიდურესი მხარეა რა, ან შეიძლება სრული არსტაბილურობა იყოს, ან შეიძლება ისეთი სტაბილურობა იყოს, რომელიც სტაგნაცია რეალურად და ხუთვარს. არა, იცი რა არის, მან აი სადაც საპრეზიდენტო რესპუბლიკები, აი საფრანგეთში 7 წლიანი იყო მერე და ეგეც პრობლემა იყო, ხო ბოლო პრეზიდენტი ჟაკ შირაკი იყო, მე მგონი, რომელიც 7 წლით იყო არჩეული, თუ სწორად მახსოვს. თუ შეიძლება სარკოზიც ანუ შემცირეს ვადაც ხო 5 წლამდე ანუ იმიტომ რომ ეს პერიოდულობის პრინციპს ეწინააღმდეგებოდა იდეაში ხო ეს შეთანხმდა ევროპაც და მსოფლიოს ცივილიზებული რომ 5 წელზე მეტი არ არის კარგი იმიტომ ხალხს უნდა მიეცეს საშუალება კაცო ადამიანმა ცხოვრებაში 3-4 პრეზიდენტი მაინც უნდა გამოიცვალო ხო და არ უნდა იყო ისე რომ დაიბადე ვინც იყო ის არის ისე პუტინი მაგალითად ან ლუკაშენკა და რა ვიცი სხვა პრეზიდენტი ხალხი არსებობს ვისაც ხმას აზრდა სხვა პრეზიდენტი არ უნახავს არა ხო არა ეგრეა ხო და საპარლამენტო რესპუბლიკებმა იგივე საფრთხე შექმნა შენ საპარლამენტო რესპუბლიკა მაშინ არის კარგი, როცა დემოკრატიის ტრადიცია გაქვს, საარჩევნო ადმინისტრაციაში პრობლემა არ გაქვს და ეხლა საფრანგეთს, იტალიას და სხვა სახელმწიფოებს კიდე სხვა რაღაცას აზღვევს, ესე ვთქვათ, ეს არის რეგიონალიზმი, ესე ვთქვათ, ხო, ანუ ტერიტორიული მოწყობის საკითხი და ეს არ არის ყველაფერი, რომ წყდება ცენტრში, ეგ მიდგომაც, ხო, ანუ უნიტარული არ არის ეგ სახელმწიფოები და ну, მოკეთ, ამაზე ალბათ სხვა დროს ვისაუბრებ, ჩვენ მათ შორის ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე ცალკე უნდა ვისაუბროთ, თქვენ მგონი, იმიტომ რომ ეხლა რა კითხვაც უნდა დავტოვოთ, ხო, შენთვისაც პრინციპში, იმიტომ რომ მე ამაზე პასუხი მაქვს დიდი ხანია, ეს არის რა გვჭირდება სამომავლოდ ჩვენ როგორც ქვეყანას, რომელიც კატასტროფულ კრიზისშია და მართლა ანუ აუცილებლად საფრანგეთი არა, მაგრამ თუნდაც საფრანგეთთანაც ძალიან ბევრ პარალელს ხედავ რა. გვჭირდება ჩვენ რაღაცა ტიპის კონსტიტუციური ცვლილებები არსებულ კონსტიტუციაში, რომელიც 95 წელს არის მიღებული. თუ ჩვენ გვჭირდება რომ მივიღოთ საერთოდ ახალი კონსტიტუცია, სრულიად ახლებურად იქნება ბევრი რამ ჩამოყალიბებული, მათ შორის ეს როგორიც, ეს checks and balances, როგორ იქნება ძალაუფლებები დაბალანსებული, რომელიც დააფუძნებს სრულიად ახალ საქართველოს რესპუბლიკას. ხო, აი ეს მეორენაირადაც რო ვიკითხოთ,
პოლიციელი, რომელიც ამ ჩარჩომ აგვარჩევინა, არის თუ არა ის პოლიციელი, რომელიც გვიცავს, მოსამართლე, რომელიც ამ ჩარჩომ აგვარჩევინა, არის თუ არა მოსამართლე, რომელიც თავად პოლიციელისგან გვიცავს, მართველი, რომელიც ძალაუფლებაშია და სხვადასხვა რამებს უნდა აკეთებდეს, არის თუ არა ის მართველი, რომელიც უზრუნველყოფს ფუნდამენტურ უფლებებს და ბედნიერებისკენ სწრაფვას ადამიანების და თუ ეს მართველი აღარ მოგწონს, გვაძლევს თუ არა საშუალებას ეს კონსტიტუცია მართველები იოლად შევცვალოთ. კი, მაგრამ არამხოლოდ თუ ხედავთ ჩვენ რომ ამ კონსტიტუციამ, ხო? ეს მართველები რაც პერიოდულად, ან თუნდაც ერთი ისეთი მართველი მოგცემოსაც ვერ სული წესიერებთ რა, ანუ ეს ამ მმართველის პრობლემაა და შეგვიძლია უბრალოდ მართველი გადავირჩიოთ, დავუშვათ თუნდაც რაღაცა მარტივად და ასე შემდეგ და მე იმავე ჩარჩოთი ახალი ავირჩიოთ და ასე შემდეგ, თუ ჩარჩოა თვითონ უვარგისი და ჩარჩოები კითხვა აბსოლუტურად ლეგიტიმურია. ანუ კოსმეტიკა უშველის ამ ყველაფერს, თუ დეკონსტრუქცია და ახლის აშენება. კი ბატონო. მე მგონი რა ვიცი, საინტერესოდ ვისაუბრეთ რაღაც თემებზე, კითხვა დავტოვეთ, რა ვიცი, ვინც გვისმინა და გვიყურა, შეიძლება რაღაცებში დაგვეთანხმა, რაღაცებში არ. ამ თემებზე ალბათ უფრო რთული სამართლებრივი. იმედია რომელიმე და შეგვეძლო გვესაუბრა და მაგრამ მე მგონი ჯობია რომ ესე ყველასთვის გასაგები არგუმენტებით და საკამათო არგუმენტებით მათ შორის დავასწროთ. ეხლა მე მგონი ის ჯერია რომ ხო ღვინოზე ესე იგი მე ვიტყოდი რომ ხო ეს დაბოლოება აქვს ღვინოს ხანგრძლივი. ეგ არის განჩენილზე აღარ გამიგრძელებია ლაპარაკი, იმიტომ რომ გალობლიშვილი იყო ის ღვინო რომელიც ძალიან მომეწონა, როცა დავლიე წინაზე და გადავწყვიტე რომ იმერული გალობლიშვილი ზუსტად წარმომიღო, იმიტომ რომ არ ვიცი, ანუ შენ აღმოაჩენ ეს ღვინო და აწი უდიდესი სიამოვნებით გავსინჯავ ხოლმე ყველა შესაძლებლობაში. უნიავას ეს აქ კვალიტში აქვს სოფელი იმერეთის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. შესანიშნავი მე ვენახია, მე ღვინია, ნინო ქალიშვილს ქვია. კი ბატონო ღვინოს. ხო, რა ვიცი, მე მგონი ოკეი. ძალიან სასიამოვნო ღვინოა ჩემთვისაც და ძალიან მიყვარს და მადლობა. მოგეთ მადლობა თქვენს, ვინც გვისმინეთ ამ დაახლოებით საათნახევრის მანძილზე. იმედია, რაღაცებში დაგვეთანხმეთ, რაღაცებში არ დაგვეთანხმეთ. მაგრამ თავარია, მე მგონი სახელმწიფო რისთვის არსებობს ან რატომ არსებობს ამ კითხვაზე დაახლოებით პასუხი მაინც ვიპოვეთ. მოგეთ თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩვენს პოდკასტებს, ჩვენი გამოწერა მნიშვნელოვნად აგიხმარება თამაში, გამოიწერეთ YouTube არხი მისმინე, იქ არის პატარა ზარის ესეთი ნიშანი, აიკონი, თუ იმასაც დააკლიკებთ, ნებისმიერი ახალი პოდკასტის დადების დროს თქვენ ავტომატურად მოგივათ შეტყობინება, რომ ახალი ეპიზოდი დაიდო. მადლობა კიდევ ერთხელ.